შემოგია ჩემოთარ მეუსალმოთ ჩვენ ტელემაყურებლებს ალბათ ყველას გაუხარდა რომ შემოგვიდაბერ ეთერში ზეხარ დღეს ვისაუბრებთ რა თქმა უნდა განათლებაზე იმიტომ რომ განათლება არის არა მარტო საქართველოს პრიორიტეტი არამედ ჩვენი ეპოქალური გამოწვევა არ არის განათლება არ არის ეკონომიკა არის ეკონომიკა ესე იგი არის განათლება დღეს როდესაც ვსაუბრობთ განათლებაზე ასევე ვსაუბრობთ ეკონომიკაზე ასევე ვსაუბრობთ განათლების ეკონომიკაზე და თუ არ იქნება სწორი მიდგომები მე ვფიქრობ რომ საქართველოს მომავალი არ იქნება და სწორედ დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იქნება ალბათ ის, რომ როგორც იქნა ჩვენმა მთავრობამ, ერაკლი მანაღარიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, ანუ პროექტი შემუშავებულია. ღარიბაშვილი ძველი მასში წავედით. ხო და ღარიბაშვილმა გააკეთა ბრწყინვალე განცხადება, თუ რა თქმა უნდა შესრულდება და განაცხადა, რომ 12-14,000-მდე საჯარო მოხელე აუცილებლად უნდა გადამზადდეს, საუბარი არის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, საუბარი არის საერთოდ სწავლებაზე, საუბარი არის საერთოდ მეცნიერულ მენეჯმენტზე, იმიტომ რომ იყო სახელმწიფო მოხელე, ეს არ არის უბრალოდ თავისთავად პასუხისგებლობა მარტო ეს არის ცოდნასთან დაკავშირებული, მით უმეტეს პოლიტიკური მოღვაწეობა თავისთავად არ ისავს, შენ კარგი მენეჯმენტი ხარ, შეიძლება იყოს კარგი ორატორი, მაგრამ საერთოდ საქმის გამკეთებელი არ იყოს, ან იყოს საქმის გამკეთებელი და საერთოდ არანაირი ორატორული კულტურა არ გაგაჩნდეს, ამიტომ საუბარი არის ორ ნაწილზე, პირველი ჩვენ გვჭირდება ადამიანები, ვინც საქმეს გააკეთებენ, ადამიანები, ვინც ამ უზარმაზარ რესურსებს, რაც საქართველოს გააჩნიათ, უმდრეს ქვეყანა ვართ, გონივრულად გამოიყენებენ, ხალხსაც გაახარებენ და საკუთარ ბიუჯეტსა და საკუთარ ოჯახებსაც მიხედავენ. მე მგონია რომ დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა არის განათლება და პირველ რიგში განათლება ჭირდება ჩვენს მოსახლეობას, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს სამოქალაქო კულტურის ამაღლების გარეშე ჩვენ ვერასოდეს დემოკრატიას ვერც განვავითარებ და ფაქტურად ვერ შევქმნით დემოკრატიულ წყობას. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ თუ არ იქნება საშუალო ფენა, თუ არ იქნება ფერზე დამდგარი მცირე და საშუალო ბიზნესი, რა დემოკრატიაზე ლაპარაკი და საერთოდ მე მგონი არაფერზე არ შეიძლება საუბარი და მე მაინტერესებს უპირველეს ყოვლისა, რამდენად რეალური არის აი დღეს ამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც თანამედროვე მენეჯერებს მოამზადა განსაკუთრებით სახელმწიფო მართვის თვალსაზრისით. და მე მინდა გია პირველ რიგში შენთან გადმოვიდე, მე და ოთარი მუშაობდით სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტში, საკმაოდ დიდი წლების, სხვა შორის მაშინ დაიწყო პირველი ეკონომიკური ტალღა და ეხლა ვსაუბრობ, სანამ ეთერში შევიდოდი და 8 მინისტრი წავიდა ჩვენი ფაქტურად სამსახურიდან, ეს იყო ახალი ეკონომიკური ტალღა და კიდევ ერთ ამტკიცებს იმას, რომ განათლების გარეშე შეუძლებელი არის, რომ საზოგადოებაში რაღაც სერიოზული ძვრები გამოვიწვიოს და ალბათ უპირველეს ყოვლისა გუნდი უნდა არსებობდეს რომელსაც შეუძლია გუნდური პრინციპით მუშაობა, პასუხისმგებლობის აღება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი განათლება უნდა კონდეს თანამედროვე რათა ეკონომიკა და სოციალურ პროცესებს უხელმძღვანელოს განსაკუთრებით საქართველოში. და აი მაგალითად თქვენ შემოგი ამ დარგის სპეციალისტი ბრძანდები და ფაქტურად თელმა ისტორიამ თქვენზე გაიარა, ეხლა კიდევ განდობაც მოვიდა თქვენთან, ფაქტურად ყველა დიდი და საერთში მტერი დაამარცხეთ. და ამაზე ოცნებობდა თავის დროზე ალექსანდრე მაკედონელის დიოგენეს რო შეხვდა და მე ვფიქრობ რომ ვის და შენამდვილად გაქვს მორალური პასუხისმგებლობა და გამოცდილებაც რომ ამ თემებზე თავისუფლად ელაპარაკო და ურჩიო ჩვენს საზოგადოებასა და მთავრობასაც რაღაცნაირად შენი აზრი მიაწოდო. ალბათ მე ოთარი ჩაერთვება და მე ჩემს გამოვხატა. დიდი მადლობა ჰამლე, ძალიან საინტერესოა ამ თემის გარჩევა და დიდი ხანი ეს უნდა მოხდარიყო. ყველაზე მთავარი რაც თანამედროვე საზოგადოების წინაშე მომდევნო დეკადაში იქნება, როგორ მოახდინოს კარგი მმართველობის ორგანიზება. კარგი მმართველობა, ანუ მმართველობაში გულისხმობს მთავრობას, ეფექტურ ადმინისტრირებას მთავრობისას, ამან განაპირობა ის, რომ დასავლეთი იქცა დასავლეთად და შეფარდებითი, შედარებითი კონკურენტული უპირატესობა დასავლეთისა დანარჩენ აღმოსავლეთ სამყაროზე, ჩრდილოეთზე, სამხრეთზე იყო ის, რომ მას შეძლო ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბება და აი დღეს სანტიაგოდან ოსლომდე ჩამოყალიბებული ჩათვლით ერები, საზოგადოებები ეძებენ ახალ მოდელს და ყველა ფიქრობს იმაზე, როგორ შექმნას ცენტრი, რომელიც ეფექტურ მთავრობას უზრუნველყოფს. ოთარსაც შენს გაქვთ საბჭოთა პერიოდის გამოცდილება
შენ თქვი სახალხო მეურნეობის მართვის მენაღარიშვილი იმიტომ ვახსენე რომ უცებ იყო დასწრები. არა და კარგი პიროვნება და მოსკოვში, ბაქოში, მაგრამ ალბათ არც შენ და არც ოთარი არ შემედავებით იმაში, რომ ეს იყო უმეტესად რაღაცა დოქტრინიზაციის გადაჭარბებული იდეოლოგიის გარემოში ამ სულისკვეთებით გაზდა ხალხის და მე ხა მაგალითი მინდა მოვიყვანო რამოდენიმე ქვეყნის დღეს როგორც თქვი რომ აი მომავალ დეკადაში დღეიდან დაწყებული ყველაზე მთავარი თემა იქნება ერი შედგება თუ არა შეძლებს თუ არა ის ერი თანამედროვე ეფექტური მთავრობის შექმნას და უზრუნველყოფს თუ არა მის ფუნქციონირებას. ეხლა პატარა ისტორია მინდა მოვყვე ამასთან დაკავშირებით. მე დავამთავრე კენედის სახელობის სამთავრობო სკოლა ჰარვარდის უნივერსიტეტის. ეს არის სკოლა, რომელიც ამზადებს ფაქტურად პირველი სკოლა თანამედროვეობაში 70-იანი წლებიდან დაწყებული, რომელიც სწავლობს მთავრობის ფუნქციონირებას და ამზადებს სამთავრობო ლიდერებს. ამერიკის და არა მარტო ამერიკის სოფლიო სამთავრობო ლიდერის სამთავრობო ელიტას. და 5 წლის თავზე ამ უნივერსიტეტის დამთავრებისა ჩვენ ყოველ 5 წელიწადში იკრიბებიან reunion შეერთება ხდება და საინტერესოა ყველა აქვს შესაძლებლობა რომ მოყვეს რას აკეთებს და რას საქმიანობს. და 5 წლის თავზე მე როდესაც ჩავედი და გავაცანე ამ ჩემს ყოფილ თანაკურსელებს ლიდერთა სკოლის იდეა მაშინ ეს ძალიან დიდი სიახლე იყო 2002 წელია და ჩემი ერთ-ერთი ჩინელი თანაკურსელი რომელიც დღეს კომპარტიის მეორე მდივანია მე მგონი მოყევი ეს თქვენთან არა დღეს არის ჩინეთის კომპარტიის მეორე მდივანი და 5 დღე ვიყავით კემბრიჯში 5 წლის თავზე შეხვედრაზე, სადაც ხდება რა, ასე ვთქვათ, ეს ჩვენი პედაგოგები, თანავარსკვლავედი ამ სფეროში, საერთაშორისო ურთიერთობაში, სახელმწიფო ადმინისტრაციაში, ეკონომიკაში ეს პედაგოგები ახალ მიმართულებას, ასე ვთქვათ, პრაქტიკულ ვორქშოპებს ატარებენ ჩვენთვის. აი ყოფილი ასე ვთქვათ, ჰარვარდებისთვის, კენედის სკოლის დამთავრებული ყოფილი სტუდენტებისთვის. და აი ამ პირობებში მე მომიწია ლიდერთა სკოლაზე ლაპარაკი. ეს ჩემი თანაკურსელი იმის შემდეგ ახლა დიდად ახლოს სტუდენტობის დროს არ ყოფილვარ და არ მცილდება 5 დღის მანძილზე ჩემთან არის და ნუ მალაპარაკებს ლიდერთა სკოლაზე და ვატყობ რომ ესე იგი ერთი დიდი როლი გავსო მე მეორე მე მესამე და გავიდა რამოდენიმე ხანი და მომდის მისგან შეტყობინება რომ შანხაიში რომელიც არის თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი დიდი მექა შანხაის პუნდონგია შანხაის გარეუბანი ჩამოყალიბდა ჩინეთის სელაპი ქვია ინგლისურად და ეს რო განმარტოთ ესე ქვია ჩინეთის უმაღლესი ლიდერების აკადემია სელაპი ქვია ესე ინგლისურად ქართულად ესე ჩინეთის უმაღლესი ლიდერების აკადემია და ეხლა შე რო თქვი ამეთ 14000 კაცი უნდა მოამზადოსო გამეცინა იმიტომ რომ ეს აკადემია არის რო შეხედო გარედან რაღაცა სამხედრო უშიშროების გარისონს მოგაგონებს მაგრამ როგორც კი შიგნით შეხვალ ულამაზესი კემპუსია 42 ჰექტარზე და წითელი ესეთი მუქი წითელი ფერის შენობა რომელიც არქიტექტურულად წააგავს საწერ მაგიდას მერხს და ასევე პატარა შენობა მის წინ რომელიც წააგავს იმას რა ქვია მელანს და კალამს ულამაზესია ტბა ლამაზი ტყე, საცურაო აუზი,
ჩოგბურთის კორტები, ბიბლიოთეკა და ასე შემდეგ. ლამაზი კემპუსია. ეს ხალხი ამზადებს წელიწადში 10,000 კაცს. მაქსიმუმს. მეც ვერ ამზადებს. ისე ვერ გამოვა 12,000. ეს იყო გააჩნია ახლა რა მიზანია დასახული თუ ამზადებს იმას რომ რაღაცა ჩაი არა და გავიდა, ეგ არ ვიცი, მაგრამ მე გეუბნები, ეხლა ეს ხალხი ჩამოყალიბდა კენედის სკოლის ყველაზე ეფექტური ლიდერები, ვინც იყვნენ ჩემი დეკანიდან დაწყებული ჯოზეფ ნაი, ესაც მონაწილეობდა ამის ამუშავებაში, დადიან სოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და სწავლობენ თუ ორი შეკითხვა აქვთ. რა მუშაობს და როგორ შეიძლება ამის ჩინეთის რეალობაში ამის გადატანა. და ყველა ასე ვთქვათ, ძირითადი სტუდენტები არიან მეორე, მესამე რანგის ლიდერები სახელმწიფო დაწესებულებაში, ეს იქნება დიპლომატიური კორპუსი, სახელმწიფო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, პარტიული მუშაკები და ასე შემდეგ. და პირველი პირები დანიშვნისთანავე გადიან ასე refresher course. Refresher რას ნიშნავს, იცი? განახლების, რომ შენი მეხსიერება განაახლოს, ასე ვთქვათ, ეკლექტური კურსი მართლობისა შემოგთავაზოს ეკონომიკაში, საგარეო ურთიერთობაში, ადმინისტრაციაში, გამოყენებით ფსიქოლოგიაში, ლიდერობაში, წინამძღოლობაში, უახლეს ისტორიაში და ასე შემდეგ. აი ეს აუცილებელია. წარმოიდგინე ჩინეთის მასშტაბი 10,000 კაცი არის, მეც ვერ ატარებს. 14,000 ვინც თქვა, იმაზე ხა არასერიოზულია. ხო და ეს დღეს მოსკოვშიც დაიწყეს სკოლკოვო არის ეგრეთ წოდებული ამ რაღაცა ბიზნეს ცენტრია, ბიზნეს სკოლა, ახალ ტექნოლოგიებზე 2008 წელს იყო მაშინდელი პრეზიდენტი მედვედევი ჩამოსული კალიფორნიაში, იქ ვიყავის, ასე იგი სტენფორდის უნივერსიტეტში ქონდა გამოსვლა და იქ რო ნახა Silicon Valley, რომელიც არის ასე ვთქვათ ბიზნესის მექა და ცენტრი, დაინახა რა მასშტაბის სიახლე ხდება, როგორი ინოვაცია და როგორი მენეჯმენტის კულტურაა, მართვის როგორი დახვეწილი სისტემაა, გაოცებულმა აქედან წაიღო იდეა და დაიწყო მოსკოვში სკოლკოვო, სადაც ეს ბიზნესმენების შენაწირილი, ალბათ ნახევარზე მეტი KGB-ს ფული, პუტინისგან და ვიღაცების ესე პუტინისთან დაახლოებული ოლიგარქები მართავენ ამ სისტემას, მაგრამ დასავლელებს, პროფესიონალებს ამუშავებენ. ამ თვალსაზრისით, ანუ რუსებმაც იფიქრეს ამაზე და გააკეთეს. მაგრამ მე ისევ იმას მინდა დაუბრუნდე რა. ჩინელებმა იციან, რომ ეხლა ვისაც შეუძლია მთავრობის უკეთესი ადმინისტრირება ამ კონკურენტულ ომში, რომელიც იქნება ძირითადად ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ის იქნება გამარჯვებული. ამიტომ ყველაზე დიდი აქცენტი კეთდება მთავრობის ადმინისტრირებაზე. 90-იან წლებში მე მახსოვს, როდესაც მე ვიყავი სტუდენტი, მაშინ ჩინელები ჩამოდიოდნენ ჰარვარდშიც, კალიფორნიაშიც, სტენფორდშიც, სხვაგან და ცდილობდნენ ესწავლათ კაპიტალიზმი როგორ ფუნქციონირებს. ეხლა ცდილობენ უკვე ხითვის ეს კაპიტალიზმი როგორ ფუნქციონირებს და დასავლელები ჩადიან შანხაიში და გაოცებული არიან თუ როგორ ფუნქციონირებს კაპიტალიზმი იქ. და ეხლა იქ რო ჩახვალ გაოცდები და ნახავ რომ ეს კადრების სამჭედლოა იქ და როგორ ამზადებენ მომავალ ლიდერებს ჩინელები და როგორ ამზადებენ მსოფლიო ლიდერობისთვის ამ თვალსაზრისით. ეხლა ცდილობენ უკვე დასავლური მართვის სწავლება აღარ ჭირდება, ცდილობენ რომ აი ჰიბრიდული მოდელები ძალიან ეფექტურია სინგაპურის გამოცდილება სწავლობენ. ლიხვანიუ იყო ერთ-ერთი წამყვანი მოწვეული, რომელიც ახლახან გარდაიცვალა. ლიხვანიუ სინგაპურის დამაარსებელი, დამფუძნებელი მამაა და ითვლებოდა კისინჯერთან ერთად ყველაზე ბრძენ სტრატეგოსად მსოფლიოში. ეხლახან გარდაიცვალა რამოდენიმე თვეა ზუსტად. ხო და აი ამ სელაპში, შანხაიში და მას ორი დობილი ლიდერთა მომზადების ცენტრი ყავს ასევე
არის ლაბორატორია თავრობის ადმინისტრირების მომავლის. აი ყველაზე ეფექტური. კენედის სკოლა იყო ასე ვთქვათ ტრადიციული თეორიაც პრაქტიკასთან ასე ვთქვათ შეჯვარებული, მაგრამ ეხლა ჩინელები ცდილობენ დასავლეთის გამოცდილება ისწავლეს, მაგრამ ცდილობენ რომ ძალიან პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება იყოს. ასწავლიან რას? ჰამლეთ. სახლების, ძველი სახლების დანგრევიდან, ინფრასტრუქტურის მშენებლობიდან, კრიზისის მართვიდან დაწყებული საპენსიო ფონდის საფუნქციონირებაზე, განათლების სისტემის ეფექტურობაზე, საქმის კეთებას. აი ესეთი ფართო ასორტიმენტია მოლაპარაკების ხელოვნებას, გადაწყვეტილების მიღების ხელოვნებას და ასევე არსებობს თქვენ რაც გამოიარეთ. ის პეკინში არსებობს პარტიული სკოლა. ანუ პარტიულ სკოლაში სახალხო მეურნეობის მართვის ხო, ნუ სახალხო მეურნეობა ქვია საბჭოთა ენაზე, ეკონომიკას და ეხლა სახალხო იქ ქვია, აღარ არსებობს ესეთი გამონათქვამი, იქ არის პარტიული სკოლა. პარტიულ სკოლაში ასწავლიან იდეოლოგიას. ასე ვთქვათ, რა შეკითხვას სვამენ, იცი, რატომ? Why? რატომ? და აქ ასწავლიან პრაქტიკულ საქმის კეთებას, როგორ? აქ პრაქტიკაზე ორიენტირებული და გაცილებით უფრო მაღალი პრესტიჟულია ეს ლიდერთა მომზადების აკადემია, ვიდრე პეკინის ასე ვთქვათ. რატომ უფრო მთავარი არის, ხო, რატომ? არა, ორივე მთავარია. რატომაც მთავარია, ხა თუ არ იცი რატომ და რა არის შენი ისე ვერაკეთებ, მაგრამ თუ რატომ იცი, მე იწვალებ და როგორც მიაგნებ, მაგრამ ამ შემთხვევაში ამის ფუფუნება აღარ აქვს. ეს თუ ეს ორივე გჭირდება. ხო და ჩვენ შემთხვევაში არც რატომ არის და არც როგორ არის. აი მოსკოველები სკოლკოვოშიდან ჩამოყავთ ძალიან დიდი რანგის ექსპერტები, მაგრამ რა ვიცი, დიდი ტრადიცია ჭირდება რუსებს, რომ აქეთ დიდი დრო ჭირდება, რომ ამაზე შემოაბრუნონ და ეს არის ყველაზე აქტუალური. ჩვენ მქონდა ლაპარაკი ჯერ ერთი მიშა სააკაშვილთან 2002 წელს, რომ საქართველოში გაგვეკეთებინა ეს პატარა მთავრობის მართვის სკოლა. მთავრობის მართვის სკოლა, შემდეგ ჩვენი სააკაშვილთან ურთიერთობის დამთავრების შემდეგ ეს აღარ მოხერხდა. შემდეგ აი ბიძინა სანამ ოპოზიციაში იყო და ცდილობდა იქიდან სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვენ მასთან მქონდა ლაპარაკი, მე პირადად და ეს სქემა მთავრობის მომზადების სკოლისა ვესაუბრე და ვთხოვე, რომ აუცილებელია სასიცოცხლოა ამის დაწყება, იმიტომ რომ ჩვენში ამის კადრები არ არსებობს და თუ კი აქედანვე არ დაიწყე მომზადება ამ კადრებისა, ეს გრძელი ეტაპია და ის ერი იმარჯვებს, რომელსაც ეს კადრი ყავს. თანამედროვე ეპოქაში, სადაც ამ ტექნოლოგიების გლობალიზაციის ხანაში ერთა შორის კონკურენცია გაცილებით მაღალია, იმარჯვებს ის, რომელსაც ყავს ეფექტური და კარგად ადმინისტრირებადი მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს თავისი მოსახლეობის განათლებით აღჭურვას. ეს იმარჯვებს. აქედან გამომდინარე პრიორიტეტი ეს უნდა ყოფილიყო. არც ბიზნესამ არ მიიღო ეს ალბათ. თქვა რომ ჩემ გუნდს დაველაპარაკებიო და მე კარგად მახსოვს. აგერ შედეგი დაიღო, არა დაგვიანებული. არა, რესპუბლიკელები იქ ვაიმე ხარ, რა გვინდა ჩვენ სწავლა, ჩვენ ყველაფერი ვიცით და სინამდვილეში არაფერი არ იცით, ბუშლატით ჯარის მართვა და ჩესტის აღება არ არის მთავრობის ადმინისტრაცია. ხო და შენ რა სიტყოდი ოთარ, რამდენად აი ეს პატარა ისტორიული კონტექსტი ამდენ ვილაპარაკე, ბოდიშ ვიხდი, მაგრამ აი ხა ეს რეალობა, ეხა ეს ჩინური შანხაის სკოლა ითვლება ყველაზე ასე ვთქვათ მოწინავე ლაბორატორიად და უშვებს 10,000 ყოველწლიურად 10,000 ყველაზე საუკეთესო ჩინეთის ელიტას. ესენი ჩინეთი ემზადება სოფლიო ლიდერობისთვის მომავალში. იქ ეს სამჭედლო ხდება და ყველა ესეთი რანგის ლიდერისთვის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ყოველწლიურად 150 საათი გაიაროს ამ სწავლებისა
მოთხოვნა აუცილებლობა 10000-ია გამტარიანობა. თან უწყვეტი სწავლებაა ეგ. არ თავდება. რა საკურველია, ყოველწლიურად. ესე იგი შენ ის კერპი მე შაშან გავიარე და ეხლა არა. იმიტომ რომ ცოდნა იცვლება, ძალიან დინამიური პროცესია ყოველდღიურად. ახალი მოთხოვნილება რა საკურველია. ხო და აი ამის შესაბამისად ესე ყოველწლიური გადამზადება ხდება და ამ თვალს არის ჩვენ პიონერები ვიყავით თავის დროს წლებში. ხო და ბაქოში იყო არა მოგახსენებთ ძალიან საინტერესო ისტორია. ეს ზუსტად ვიცი რა იყო და როგორ იყო. ამას ხა პირველი და მთავარი მე მინდა ბერისიხარული ძვირფასო ტელემაყურებლებო მე დარწმუნებული ვარ ხა თქვენ სამ სიხარულს იზიარებთ ჩვენ რომ ჩვენ უსმენთ გია მაისაშვილს. მადლობა. ჭირებთ თქვენ და მადლობა უკაც. ეს ხა მე ჩემ დღევანდელი საუბარი უემოციო ვერ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ გიასთან ვზივართ და ჰამლეტ ასე ხო ესა და ხა მე მსახიობი არა ვარ რომ დავმალო ეს ემოცია. ეს გულწრფელია ჩემ და ადამიანს. და ვერცხაინება თან რა თემაზე? და რა თემაზე, სწორედ ლიდერობაზე, სწორედ მომავალზე და მომავალ საქართველოს. ძვირფასო ტელემაყურებლებო და ჩემო გია, უნდა ვთქვა რომ ის რომ დღეს ჩინეთში რომელსაც ასე ვთქვათ იალიყათა კომუნისტური ჩინეთი და ქმნის ლიდერთა სკოლას ეს არის თავიდან ბოლომდე ანტიმარქსისტული საქმიანობა ახარო ვილაპარაკოთ ძველი ტერმინებით რატომ იმიტომ რომ მარქსიზმში ასეა და კომუნიზმის თეორიაში ასეა რომ მართლობითი შრომა არ არის მწარმოებული შრომა ანუ ის არაფერს არ ქმნის ამ პოსტულატზე იდგა საბჭოთა კავშირი ამას ისტორია და არა ლიდერები ასე იზრდებოდნენ ამ დროს წარმოედგინე თქვენ ვითომ კომუნისტური ჩინეთი და სხვა დროს ვილაპარაკებთ კიდე ამ თემაზე ბატონია იცით თქვენ რომ ახლა ისე როგორც ტერმინი წმინდა კაპიტალისტური არ არსებობს ისე უკვე აღარ არსებობს რაღაც კომუნისტური რა კომუნიზმია საუბარი ჩინეთში როდესაც კერძო სისტემებია სადაც ღვეოც ჯანმრთელობის საბანკოც და ასე შემდეგ აგერ თლად ცირკი რომ ქმნიან ლიდერთა სკოლას და რომ ის არ ქმნიან 2000 ხო შექმნა 2000 ხო ქმნის მეთქი და ლიდერები და ემზადებიან თქვა ძალიან სწორად მიანიშნეთ რომ ეს არის მზადება უფრო დიდი ლიდერობისათვის ვინმე ჩინეთის თავიანთი ლიდერობა ბუნებრივია ეს ეხლა ამის პირველი ნიშნების ცოცხალი მოწმები ვარ ამ შემთხვევაში ჩემი ბატონი ჰამლეტი მე და ბევრი ჩვენი მეგობარი კოლეგა რომელთაც ეს ყველაფერი დაიწყო საქართველოში 1979 წელს. ეს ისტორია მართლა ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა რომ რა თქმა უნდა მაშინ ვერ იტყოდი იმას რომ რას ამბობ კაცო მართლობა არის 79-ში 79-ში ამაშია საქმე 1979 წელს. და ნუ ამას თავის ავტორი ყავდა ხა დიდი ავტორი იდეოლოგიის იყო ცნობილი ძალიან დიდი ეკონომისტი და მოღვაწე კაცი ჩვენი სამშობლოსი ვალერიან მელქაძე ეს იყო ეკონომიკური იდეოლოგი, აი ცნობილი მელქაძის ინსტიტუტის დირექტორი და პოლიტიკური ლიდერი, რა თქმა უნდა, იმ დროს ცეკას პირველი მდივანი ჟევარდნაძე. ახლა რა ითქვა? პირველი რაც ითქვა, რომ მოსამზადებელი იყო კადრები უნდა ყოფილიყო უფრო პროფესიონალი, უფრო განათლებული და სხვადასხვა, ასე ვთქვათ. ანუ ფაქტიურად იყო საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანები ქმნიან ღირებულებას, ასე არ არის. მაგრამ ვერ იტყოდი ახლა რომ იცი რა ანტიმარქსისტულ საქმიანობას ვეწევით და ასე შემდეგ. ამიტომ მოხდა ეს ძალიან საინტერესო რაღაცა ბატონო. ამ დროს როგორ მთელ საბჭოთა კავშირის ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში არსებობდა ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიული კადრების მომზადების და გადამზადების ცენტრები. კადრები წყვეტენ ყველაფერს. კი, ამ ლოზუნგიდან გამომდინარე და პარტია ატარებდა თავის კურსებს პარტკომის დივნიდან დაწყებული რაიკომის დივნობამდე და იმის გვერდზე, აი ახლა სადაც არის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოსი, მაშინ იყო თბილისის საქალაქო კომიტეტი, გადავიდა თბილისის საქალაქო კომიტეტი, ასე ვთქვათ, ძველ შენობაში სადაც ახლა უშიშროების სამსახურია და ის იქიდან გადავიდა ცეკაში. ანუ დღეს სადაც არის მინისტრთა კაბინეტი. აი ეს მთელი ეს კომპლექსი იქნა დათმობილი რისთვის და მას დაერქვა სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი. და აი ამ მართვის ინსტიტუტის ფუნქციად განისაზღვრა ის, რომ სამეურნეო საბჭოთა პარტიული მუშაკებს ესწავლათ მართვა, ეფექტიანო. ახლა ჩემგია თქვენ კარტიდი ხანია მიცნობ და არ მოუწყობები იცით. თავიდან ბოლომდე მთელი სალექციო კურსი მართვის ინსტიტუტში. რა სტარდებოდა იყო ანტიმარქსისტული.
მაგალითად ვასწავლდი მე პირადად ვასწავლდი ფოთის ექსპერიმენტს, აბაშის ექსპერიმენტს, რომ თავისი არსით თავიდან ბოლომდე იყო ანტიმარქსისტული. თუ მიუღებოდი კაპიტალი 27. და მეორე კითხულობდი პირველად მე მგონი ყველაზე ახალგაზრდა ლექტორი ამ ნაწილში კითხულობდი საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობას. ანუ ეფექტიანობას რომელიც არ არსებობდა. გესმით? და ამისთვის ბევრი ასე ვთქვათ ყურის აწევად ისე შეულებრივად მიმიღია, როცა 4 პარამეტრს რომელთაც ფასდებოდა წარმოების ეფექტიანობა იმ დროს და მე ვასაბუთებდი ეს ახალგაზრდა ბიჭი, რომ 4-ვე პარამეტრის მიხედვით ჩვენ შევავსებოდით სოფლიოს ყველა გავითარებულ ქვეყანას და იმდენი სიკეთე შემოგია, რომ ეს ეკრანზეც მიჩვენებია რაიკოვის პირველი მდივნების ჯგუფში და მე ერთ-ერთი ჩემი ახლობელი იყო მეტყვი ახლა აბაშის რაიკოვის პირველი მდივანი ბატონი გურამ გუნავა და პირველი საათი რომ დამტარდა და გამოვიყვანა გან რა შვებიშვილი დაგუპავ თავს აი კედლებსაც ყურებია ვიღუპავ და თანამედროვე ყველაფერს ვამართლებდი ლენინის სახელით და ლენინს ჰქონდა ასეთი რამე ნათქვამი იმარჯვებს ის საზოგადოებრივი პოლიტიკური წყობა რომელიც ახსოვს შრომის ნაყოფიერების უფრო მაღალ დონეს და მე გამოვუფინე ცხრილი სადაც ყველაზე დაბალია შრომის ნაყოფიერება საბჭოთა კავშირში იმ სახელმწიფოთან ერთად და თავ ვაცნობდი ვასაბუთებდი იმიტომ რომ ლენინი რამხელა გენიოსია რა რაჭკვიან რაღაცას აკეთებდა და ამ დროს გიზდებოდა რომ გამარჯვებულიყო ეს ისე აი ეს იყო სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი და ახლა როგორ შეენიღმა მაშინ მთავრობას ეს ინსტიტუტი როგორ უნდა შეექმნა და ეს ინსტიტუტი პირველად იყო საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის დაქვემდებარებაში და წყარო დაფინანსების ჰქონდა ამას ცნობილ გკნ-ს აი სხვათა შორის დღეს ექსპერტი ბატონი სოსოცის კარიშვილი იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი მაშინ რისი მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტი სოსოცის კარიშვილი იყო ამის ხელმძღვანელი ამ კომიტეტის აი ვითომ მის დაქვემდებარებაში მე 2 წელიწადში ეს ინსტიტუტი დაექვემდებარა უკვე საქართველოს მინისტრთა საბჭოს და უნდა ვთქვა რომ დიდი ლობისტი ამის ამ მიმართულების განვითარებისა ბოლო წლებში განსაკუთრებით იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ნოდარ ჭიტანა. სხვაშორის მალე გვეყოლება ჩვენ სტუდიაში სტუმრად და თქვენ ესწრებათ ამ ეტაპსაც გავახსენებ ძალიან მნიშვნელოვანი რატო იყო ეს ყველაფერი ანტიკომუნისტური. და როცა გახმაურდა ეს ამბები რომ შეენიღმათ ახლა როგორ უნდა გაეკეთებიათ აი ცეკას ეს კურსები რაც არსებობდა თურნავა იყო ამის დირექტორი შეუერთეს მართვის ინსტიტუტს თურნავა გახდა მართვის ინსტიტუტის პრორექტორი და ამიტომაც არის ხალხში დღესაც ძველ თაობას ახსოვს მიტომ ცეკას ინსტიტუტი სახალხო მეურნეობის მართვის არ იყო ეს ასე მე მაგალითად ცეკას პარკურსებში ლექცია არ წავიკითხავს არასოდეს ის ჩემს და არ ჩემ მასწავლებლებს ვთქვათ მუზარ სანთელაძის პროფესორ ჩვენ ვსახურებოდით ანუ რა იდეა იყო იდეა იყო ის რომ და სწორი იდეა სხვათა შორის აი პარალელს გავავლებ ის რაც ახლა დღეს გაცხადდა სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის მიერ აქ არ არის ჯერის დონე იმაზე არ არის განცხადება გაკეთებული რაც თქვენ საუბრობთ შემოგია დიდი ლიდერთა სკოლის ეს ალბათ უნდა გადაიზარდოთ იმაში აქ არის უფრო მარტივ რამეს სახელმწიფო მოხელე თუ ის კარგად მუშაობს და სრული დატვირთვით მუშაობს გარკვეული დროის მერე 1 წელი თუ წელიწადნახევარი აუცილებლად ჩამორჩება თავისი პროფესიონალური კვალიფიკაციით იმ საქმეს რომელსაც ემსახურება. იმიტომ რომ მას არ აქვს დრო და საშუალება იმისი რომ წიგნები ეკითხოს ახალ ინფორმაციას გაეცნოს დაამუშავოს, გადაამუშავოს და ასე შემდეგ. ამიტომაც მოყავთ ეს მენეჯერები, სახელმწიფო მოხელეები გარკვეული პერიოდულობით და კონცენტრირებულ ცოდნას აძლევენ ის პროფესიონალები, რომლითაც არ არიან აღმასრულებლები ხელისუფლებაში, ზიან წიგნებს კითხულობენ, გამოცდილებას სწავლობენ, მოდელს და ამას აძლევენ როგორც ცოდნას მოკლე დროით. ამას მე კვალიფიკაციის ამაღლება ერქვა მაშინ. ახლა ეს აღმასრულებლებიც მოდიან და პრაქტიკულად თავისი кейსები ზუსტად ასე იყო ჩვენთანაც ჩვენ ყავდა ასეთი რამეც იყო ანუ ისი თქმა მინდა აი შენ ხო ასწავლიდი აბაშის ექსპერტიზას კი რა თქმა უნდა ჩინეთში რაღაცა დიდი პრობლემის გადამწყვეტი და ასავლიან იანგზის დელტაში ამ იმის გამკეთებელი მოდის და ელაპარაკება პრობლემა რაში იყო როგორ გადაწყვეტა ესა თუ ის დიდი პრობლემა შიდა კულტურის ცვლილება კორპორაციული კულტურის ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება როგორ ხდება მაგალითად აი ბოლტის და აი ყველაფერი ძირთადი აგურებიდან და დუღაბიდან დაწყებული როგორ ხდება ყველაფერს მე ახლა არ მაქვს ხო ახლა სილაბუსები არ მაქვს ცენტრის წაკითხული მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი თემა იქნება მაღალი დონის მოღვაწეებისათვის თქვა რა სტრატეგია იქნა გათამაშებული გონკონგის
ევროპის დაბრუნებისათვის დედა სამშობლოში, ანუ ჩინეთში. ხა გვახსოვს ხო 91 წელს იქ და შეთანხმება მიღებული ბრიტანეთის შუამდგომლობით და თარიღი 97 წლის 1 ივლისი განისაზღვრა წარმოდგენილი იყო 16 წლით ადრე დღე განისაზღვრა როცა დამთავრდებოდა პროცესი კონკის დამბრუნება. ანუ ესე სტრატეგიულ აზროვნებასაც და მეთოდებსაც ასწავლი. და ხო ეს ამის გავსი იყო ქრის გვარი ხარ რომელმაც თავისი ეს აი შეიძლება თქვი ხა საოცარი ხო ეს არიცოდი ზუსტად ჰონკონგის გადაცემის პარადოქსზე ალტერნატივებზე და გარდამავალი ეტაპი როგორ უნდა მომხდარიყო ამ პერიპეტიებზე მოახდინა აი ეს დემონსტრირება ჩვენთან. აი შესანიშნავი რამე სხვაშორის რადგან სიტყვა მოიტანა დღეს ძალიან თავისუფალი საუბარი გაქვს ბატონო გია უნდა ვთქვა რომ აი ჰონკონგის თემას ზე უსერიოზულესი გამოკვლევა და დაშრომი გამოაქვეყნა პროფესორმა ჯემალ კახუკიძემ ვამზადებ ფასთან შეხვედრას ჩვენ სტუდიაში სხვა შორის ამ ნაწილში და ამას ვცდილობთ რომ დავაკავშიროთ თქვა აფხაზეთის თემატიკას. ანუ რა ამოსავალი რა არის ბატონო გია თქვა ლიდერებზე როცა საუბარი და როგორ მომზადდეს ლიდერი. პირველ რიგში ის რომ აქ თუ არა მას სტრატეგიული აზროვნების უნარი და დაინახოს პროცესი 2, 3, 5 წლის იქით და არა ისა რომ ეხლა რამდენი ტონა კარტოფილი მოვიყვანეთ რამდენი მიწა მოუხანით თუ დავთესეთ თუ რაღაცები ვქენით და ამაზე ავაგოთ რაღაც თეორიები. არა თუ ლიდერი ის არის რომ დაინახოს რა ხდება იქით და გასაცრო აი ამ სკოლის არსებობაზეა საუბარი. ახლა წარსული იმიტომ გავიხსენებ რომ თქვა რომ ჯერ კიდე მაშინ კომუნისტურ პერიოდში ფიქრობდნენ ადამიანები 79 წელს. მაგრამ პათოლოგია თქვენ ეგეთი ფრაზა მე უნდა გითხრათ 1985 წლიდან უკვე როცა იმ სივრცეში რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა და უკვე დაიწყო პერესტროიკა მე უნდა გითხრათ რომ ჩვენი იმ ცენტრის მაშინ ლექტორი მე ბოლომდე ვიყავი 10 წელი ვიყავი ლექტორი ახლა 85 წლიდან უკვე ისაც რა თქვა 82-ში 3-ში და ჩუმჩუმად რაღაცებს ვაპარებდით ციფრებს და რაღაცებს ვაკრიტიკებთ 85-დან სრული კარდბლანში მოგვეცა და ეს მოდელი რაც იყო ჩვენთან სახალხო მეურნეობის პარტიის ექსპერტიზა გავრცელდა შემდეგ ყველა მოკავშირე პირველი არის ხო საქართველოს იყო პირველი ამ მოდელი რაც მოუყვება იყო პირველი საქართველოს და მერე გავრცელდა თელს საბჭოთა კავშირი როგორც მაშინ იყო მიღებული სათაო ინსტიტუტის სტატუსი იყო თქვა მოსკოვში. მაგალითად ლივშიცი და მე ვკითხულობდით ერთ და იგივე თემატიკას. თუმცა მე 4 წელს ადრე შემდგომი ფინანსთა მინისტრი რუსეთისა თუ გახსოვთ ხო? ასე რომ ისიც ახალგაზრდა კაცი იყო მაშინ. ანუ და რა მოხდა ბატონო გია ეს უნდა ვთქვა. ბევრი რამ ლიტერატურა რომელიც ხელმისაწვდომი არ იყო ანუ ანტიკომუნისტური და ანტირაღაცა ეს ლიტერატურა მოდიოდა ჩვენს ისე დახურული ინფორმაცია მოდიოდა. ამიტომ ხარ მინდა გვარები დავასახელოთ დღეს ძალიან წარმატებული ეკონომისტები არიან ჩემი თაობის ახალგაზრდა მაშინდელი ახალგაზრდები დღეს ექსპერტებიც არიან გზაც გაიარეს და ჩემ მეგობრებო რომელთაც ამ წიგნებს ვაკითხებდით რა. ასე იყო ახლა უნივერსიტეტში ასწავლიდნენ კამენეცერს და იმასწავლებდნენ და იტინს და რაღაცებს ან საბჭოთა ეკონომიკას და ჩვენთან მოდიოდა ის ციგნები რომელსაც ქვია ეკონომიკსი მაგალითად ხო კარგად იცით ახლა რაზეც მივანიშნებ მაგრამ ეს ლიტერატურა მოდიოდა ამას ჩვენ ვასწავლიდით სხვა სამუელსონი მაგალითად კი მაგალითად ახლა არა დასამალი ჩემმა კოლეგებმა იციან სამუელსონი მე ჩამოვიტანე მოსკოვიდან და გეტყვის რა ქვეყანა იყო ფარტა რა საიდან გამოვედით და კიდევ ვიღაცას იქ დაბრუნება უნდა იმას ეს არ უნახია და იმით ვერ გაუბედე თვითმფრინავით წამოსვლა ჩემო ბატონო გია წამოვიღე მატარებლით სამუელსონი რო ჩამოვედი ჩემ კათედრის გამგესწრე სამუელსონი მართლმეტკი ჩამოვიტანე მოსკოვიდან რაღაცები და იმდენი სიკეთე ახლა მე ის კათედრის გამგე იყო თან ძალიან ცნობილი კაცი და ჩაკეტილი კითხულობდა კაბინეტში აიკეტავდა და ისე კითხულობდა რუსულად კი მოსკოვში გაკეთდა ეს მაშინ წარმოვიდგინე 87-ში თარგმნეს და აქტიურად მომცეს კი ასე რომ საუბარი მიდიოდა უკვე ამ გრევისკენ მხოლოდ ტექნიკური ბიბლიოთეკებისათვის წარწერა ქონდა ესეთიც იყო აი ტექნიკურშიც კი იყო ტექნიკური ბიბლიოთეკების ესე რას ნიშნავდა გასაგები იყო ის არ ვრცელდებოდა არ იყიდებოდა მხოლოდ სპეციალური ახლა ძალიან იმაში არ მინდა გადავიდე წარსულის მოგონებებში თორე ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო ბატონო გია თავარი რა აი ხა ის რაც გაცხადდა ქვეყანაში და აი რაზეც დავიწყეთ საუბარი ხო
მისასალმებელია უდაოდ ესეც უნდა გაიყოს ჩემის აზრით ორ ნაწილად. ახლა ჩვენ ჯერ არ ვიცით რა არის ჩანაფიქრი იქა. ჩანაფიქრი არის ერთი და გაცხადდა ეს რომ თქვა სახელმწიფო მოხელეთა მომზადების კვალიფიკაციის ამაღლების ცენზია საუბარი. იქ არ არის იმ დონეზე ჯერ გაცხადებული ბატონო გია რაც თქვენ ბრძანეთ რომ თქვა ლიდერთა მომზადებას. ეს უნდა მე მგონი გაიყოს იმ 12-14000-ზე როცა საუბარი არის საუბარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მოქმედი მოხელეებისას ალბათ ამას და ბუნებრივი გაგრძელება ამის ზუსტად იქნება ის რასაც რისი მატარებელი რა იდეის ცოდნის და გამოსვლების მატარებელი ბრძანდები თქვენ ბატონებია იმის რომ აი როგორ მივიდეს ეს მე მართლა ჭეშმარიტ ლიდერთა სკოლა. ახლა 10000 ლიდერს რომ ამზადებ ჩინეთი 10000 ლიდერი საქართველოს არ ჭირდება ვერც დაეტევა და ვერც მოძებდი 10000 ლიდერი. გამოდენიმე ლიდერი გაგვიძლია. მე და 12-14 ლიდერი ყავდეს ნახდი და მაშინ იქნება პოლიტიკური ლიდერი. ამიტომ საქმის გამკეთებელი ნეტა ბევრი ყავდეს და ჩვენი ლიდერი ის არ არის მუშტის პოლიტიკური. აი მაგაზეა. ვისაც შეუძლია აი შენ თქვი რა უნდა იყოს ლიდერი არის ვისაც აქვს კაფეო ხედვა. რა თქმა უნდა. ვისაც აქვს თანმიმდევრულობის უნარი თავისი საზრისისა, თავისი მიზნის ირგვლივ და ვისაც აქვს ღრმა შინაგანა ღუმელში გავლილი როა ხასიათი და ეხა ამის მომზადებას წლები ჭირდება. რა თქმა უნდა. ეს არ არის კვალიფიკაციის ამაღლება, ეს არის მომზადება. ამიტომაც ვთქვი ბატონო გია, მე მგონი ამ დასწრულ ამოცანას ჩვენ თქვენი შეხედულები და ჩვენ აბსოლუტურად მხარს გიწერთ ამილეთი მე და ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენი მეგობარი განვითარებას უნდა და პირველი დადებითი რაც არის ის არის რომ ხელისუფალი ამბობს უკვე რომ ცოდნა საჭიროა კვალიფიკაციის ამაღლება საჭიროა ანუ განათლება საჭიროა ახლა თქვა ჩვენ სხვა ადამიანები რომლებიც არ ვართ ხელისუფლებაში ვარ დამოუკიდებელი ადამიანები რაღაც დაგროვილი წოდით თქვენი სახით ამ შემთხვევაში შემოგია ეუბნებით უკვე სხვა აი მოდით ბიჭებო აი ახლა აქედან გავიდეთ უფრო დიდ მოდელზე რომელიც 1979 წელს კი არ დაგვაბრუნებს 2015 წელი აქა და რა დაგროვილია რა გამოცდილება დაწყებული ჰარვარდიდან აგერ თურმე გაგრძელებული ჩინეთში ეგრეთ წოდებულ კომუნისტურ ჩინეთში და მოდი ახლა ამ დაგროვილი გამოცდილების ფონზე სწრაფად დავიწყოთ ჩვენ და ქართველი ლიდერები გამოზრდა შეუწყოთ ხელი ორგანიზებულად და საიდან განათლებიდან რა თქმა უნდა პირველ რიგში აი ასე რომ მე ვთვლი რომ ახლა აი ჭკვიანური რა იქნება ჩემი საერთოდ ახლა ჩვენი ასაკიდან გამომდინარე ჩვენ პატარა ბავშვები აღარ ვართ რაღაცა გავიარეთ ამ ცხოვრებაში ჩავავლოთ უნდა ხელი ამ იდეას რომელიც დეკლარირებულია და მივცეთ საშუალება ურჩიოთ გაუწიოთ კონსულტაცია როგორ გადაიზარდოს ეს იმ დიდ საქმეში რომელსაც ლიდერების მომზადება ხდის ძალიან ბევრი სახელების იდეების ეგ რა ნუ ახლა თუ უხარესხო იქნა ეს ყველაფერი და თქო ლაილაი იქნა ეს არავის არ ძალიან მნიშვნელოვანია 21 საუკუნეში ეხლა ყალიბდება ინდუსტრიული აი ეს თემა თუ შეიძლება ბატონო გია აი ამ კუთხით დავანახოთ ჩვენს მაყურებელს ახლა რატო ეს ცოდნის სათვლის კი არა და მემუარების და წიგნების საწერა და არამედ იმისთვის რომ საქართველოს დაიკავოს თავისი ადგილი და აიბითო სოფლიოში ხდება იმ პროცესს უნდა აუწყო ხელი ხო აი და ის თქვენი დეფინიციები ადამიანებზე აქ დიახ თუ შეიძლება ის კი არ არის ვინც ორგანიზაციის ხელმძღვანელია მხოლოდ ყველა ადამიანს იმ ორგანიზაციაში მომუშავეს რაღაცა ეტაპზე სჭირდება ინიციატივის გამოჩენა, ნაბიჯის წინ გადადგმა და ლიდერობის მანტიის ჩაცმა, რაღაცა ქცევაში. ლიდერობა ცხოვრების წესია, ქცევა დამოკიდებულია მაღალ პროფესიონალიზმია, პრაქტიკული საქმეების გაკეთება, სხვისი აყულიება, გავლენის მოხდენის უნარია, თვითაული გამბედაობა, პირველი დარტყმის საკუთარ თავზე აღება. ეს არის ცხოვრების წესია. და არა თანამდებობით ლიდერობაზე. ამიტომ ჩვენ 10000 ლიდერი კი არ გვჭირდება, რამდენი ადამიანიც არის საქართველოში, იმდენი ლიდერი და განწყობით უკვე სხვა არის. ამაზეა. სამსალაბარაკო 21 საუკუნეში ეს ეკიპირება, ეს ამუნიცია თუ არა გაქვს, დაიჩაგრები, იმიტომ რომ სხვა ადამიანი ქმნის სიმდიდრეს. და ეხლა გაცილებით რთული გარემოა, ინდუსტრიული ხანა აღარ არის, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ინჟინერია, მათემატიკა, ლოგიკური აზროვნება ქმნიდა რაღაც პროდუქციას. ეხლა არის მაღალ ტექნოლოგიური ციფრული ადამიანის შემოქმედებითი ხანაა და ამ შემოქმედებით ხანას ჭირდება განსხვავებული მომზადება. ეხლა ჭირდება 21 საუკუნის ჩვევების, ესე იგი, ყველაზე მთავარი აქტუალური ყველა ქვეყნისთვის არის თავისი განათლების სისტემის გადაწყობა. განათლების
სისტემა რას ეფუძნება, რას საკვირველია მათემატიკას, რას საკვირველია ფუნდამენტალურ დისციპლინების წოდნას, მაგრამ ამასთანავე ერთად პრაქტიკული პრობლემის გადაწყვეტილების უნარს, შენი შინაგანი რჩევების ჩამოყალიბებას, როგორ შეგიძლია სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა, როგორ შეგიძლია გადაწყვეტილების მიღება, როგორ შეგიძლია კრიზისულ სიტუაციაში მართვა, როგორ შეგიძლია სწავლის სიყვარული მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთ სიტყვით კომუნიკაციას, როგორ შეგიძლია ემპათია და ასე შემდეგ. მთელი რიგი ხასიათის სიმტკიცე როგორ ყალიბდება. ხასიათის სიმტკიცე არ შეიძლება პატარა 15 წლის ბავშვს ჰქონდეს. ამას სჭირდება განსაცდელის გამოვლა, ამას სჭირდება ძალიან ბევრი პერიპეტიები და ეს გასაზრდელია. ბუნებით მედგარი, გამბედავი ზოგს აქვს ეს ბუნებით გამბედავი, მაგრამ ამას ჩამოყალიბება სჭირდება. საკლასო ოთახში უნდა ყალიბდებოდეს. როგორ არის, როდესაც ვიღაცას ჩაგრავს, რა არის რეაქცია საზოგადოების ამაში? ვიღაცა როგორ ჩაგრავს, შენ როგორ უნდა მოიქცე? აი ეს პრაქტიკული ჩვევები, პრაქტიკული უნარები, რაც 21 საუკუნეში კარიერა როგორ უნდა ჩამოაყალიბო, ორგანიზაციაში როგორ უნდა მოიქცე, ეს ყველაფერი სკოლაშია სასწავლებელი და ამას ასწავლიან. აი ჩემ შვილებს ლონდონში ამას ასწავლიან. ჩემს ძმისშვილებს კომაროვის სკოლაში ამას არ ასწავლიან და რო დაამთავრებენ მერე ისინი ჩვენები იქნებიან ასე ვთქვათ უხერხულ მდგომარეობაში და უპირატესობა იმათ ექნება. ანუ თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ეფექტური, პირველი ფოკუსირება უნდა მოხდეს ამ 21 საუკუნის ჩვევებზე, მოსწავლეზე ორიენტირებულ განათლების სისტემაზე. არა მასწავლებელზე, მასწავლებელი დგას დაფასთან და ყველაფრის ცენტრი ის არის. პირიქით, მასწავლებელი უნდა იყოს შუაგულში და მოსწავლეზეა ეს სწავლება ორიენტირებული პრაქტიკაზე. ჩვენ ცოდნაც მაგრამ ფუნდამენტალური ცოდნაც, მაგრამ ეს ფუნდამენტალური ცოდნა იცვლება და როგორ უნდა ასწავლო, როგორ უნდა მოახდინო ახალი ინფორმაციის გაფილტრა, რედაქტირება და სწორეზე კონცენტრირება. იმდენი ფუნდამენტალური ჩვევებია, რომელსაც მოითხოვს დღევანდელი საზოგადოება, ამაზეა კონცენტრაცია. ეხლა ეს არის ფრონტის წინახაზე. აქ წყდება საზოგადოებები, ინდივიდუალური ახალგაზრდებს ექნებათ კარგი მომავალი თუ არ ექნებათ მომავალი. ამაზე უნდა გქონდეს ჩვენ აქცენტი გაკეთებული და რაც თქვა ჰამლეტმა, კარგია მივესალმებით ყველა, მაგრამ ნუ მოვახდენთ ამის პროფანაციებას, იმიტომ რომ ეს არის ისეთი სპეციფიური სფერო, რომელიც ახალ ეპოქაში ამის გამოცდილება არ აქვს. ძალიან ცოტა ადამიანებს აქვს ხალხნო ძვირფასო მთავრობის ლიდერობა და თუ კი არის ბედნიერება, რომ ამ ადამიანებთან ხელი მიგვიწვდება, ეს ადამიანებიც ჩართეთ ამ საქმეში, ვისაც აქვს ამ საქმეში ძალიან დიდი ენერგია, ძალიან დიდი დრო და ძალიან დიდი ემოცია დაღვრილი, ჩადებული და გამოვლილი. სხვა უფლება არ აქვს მთავრობას ეს იდეა რომ მოახდინოს ამის პროფანაცია. გეტყვი, მე ჩემოგია ძალიან ცოტა ისეთი გამოცდილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია 79 წლიდან რო აქვს ამის გამოცდილება. რამდენს მოძებ? მეორე, სიბრძნის გარეშე საერთოდ ძალიან ძნელია ვინმეს რამე ასწავლო, იმიტომ რომ სიბრძნე წინ უსწრება. სიბრძნე არის სწავლება, სიბრძნე განათლება არა. სიბრძნე არის გამოცდილება. ამიტომ სიბრძნე პლუს განათლება, აი სწორედ ის არის, რაც განსაცდელი სიყვარული. ეს თუ არა გამოვლილი სიბრძნეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, ხო შორს მეგეთახმებით თქვენს აი მოსაზრებაში, რომ განათლება ეს არა მარტო რაღაც შინაგანი და ეს აუცილებლობა არის. მის გარეშე საერთოდ საქართველოს ნაბიჯს ვერ გადადგავს და მით უმეტეს საუბარი არის აქ მთავრობის კომპეტენციაზე, მინისტრების კომპეტენციაზე და იმ ადამიანების კომპეტენციაზე, განათლებაზე და პრაგმატიზმზე, რომლებიც ხელმძღვანელობენ დღეს ჩვენს ეკონომიკას და სოციალურ ცხოვრებას, ხო? აშკარად ჩანს გარკვეული ხარვეზები, თვითონაც არ მალავენ, როგორც არ უნდა დამალონ ეს ჩანს სამწუხაროდ და მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება არის მიღებული, თუმცა დაგვიანებული, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. კიდევ არის არა, საერთოდ არ უნდა შეწყვეტილიყო ეს პროცესი 91-დან. იყო ეს სკოლა არსებობდა და რა, მერე დამოუკიდებელ საქართველოს შეიცვალა ეს პრინციპი. ვისაც ყოფნა, ვიცით ხო? საიდან მოვიდა? 9 წელი საკვარისი დრო იყო იმისათვის, რომ კადრები მოემზადო, რა კადრები არის მომზადებული. სამწუხაროდ ეხლა მე ბევრი ნიჭიერი ადამიანი არის დაუშვე ყოფილ მთავრობაში, ეხლაც მოღვაწეობენ ზოგი პოლიტიკაშია, ზოგი ბიზნესში არის ჩართული, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, აი პირდაპირ ყოველგვარი პოლიტიკური მინიშნების გარეშე, სამწუხაროდ მათ
ლაპარაკი ისწავლეს, მაგრამ საქმის კეთება ვერ ისწავლეს და პირიქით აფუჭებდნენ, ხო? უნდა ითქვას პირდაპირ. დღესაც დაუშვათ იქ უცხოეთში მოღვაწეობენ ჩვენი ყოფილი პოლიტიკოსები და ასე შემდეგ, ხო? ესეც აი ნახავთ. ეს იქნება წმინდა იდეოლოგია, იქნება უბრალოდ ისევ და ისევ ლაპარაკი და შედეგი შეიძლება მოყვეს ავალო, თუმცა ჩვენ არა ვარ დაინტერესებული, რომ ჩვენ მეზობელ ქვეყანაში რამე უსიამოვნება ან არასწორი გათვლები მოხდეს და იგივე არასწორი მიმართულება მიიღოს პროცესებმა. მერე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ ლაპარაკობთ ლიდერებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული კულტურის ჩამოყალიბება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ნებისმიერი ლიდერი თუ დაუშვა დემოკრატიული საწყისებით არ გაერთიანებს, ჩვენ მივიღეთ რა? ავიღოთ ახლა პარტიები, ხო? პარტიები რას ასწავლიან? დიქტატურას ასწავლიან. როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც გაიზრდება ამ პარტიულ ფენაში, სადაც კანონმდებლობაც ისეა, რომ ფაქტობრივად ერთი კაცი თუ არ არის ლიდერი, დანარჩენი საერთოდ არ არსებობენ რა. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობაც აძლიერებს თვითონ აი პრინციპს, რომ შიგნით პარტიებში იყოს რაღაც დიქტატორული მექანიზმი. მერე მოდიან ეს ადამიანები, რომლებიც ამ პარტიული იმის გავლენის ქვეშ იყვნენ და გაიზარდნენ და რა თქმა უნდა, მათ დემოკრატიული კულტურა საიდან უნდა ქონოდეთ, როდესაც პარტია აგებულია ჩვენი კანონმდებლობის საფუძველზე, ფსიქოლოგიიდან, იქიდან გამომდინარე თვითონ შიდა დიქტატორულ რეჟიმზე. ესე არ არის ერთი მითხარით, რომელი პარტია არის, სადაც იგი დემოკრატიული ფორმა იყოს, ანიმის, ხო? ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი არის თვითონ სწავლება, ხო, ეს უცხოეთი პროცესი უნდა იყოს, ჩვენ ამაზე ვთქვი და ჯერ კიდევ 79 წლიდან ერთ-ერთი მიმართულება იყო ინდივიდუალური ფორმის სწავლება, რომელშიც მე ძალიან სერიოზული გამოცდილება მივიღე, ეს როდესაც საუბარი არის უკვე ხელმძღვანელ პირებზე, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული გამოცდილება და მიეჩვენა კიდევაც დაუშვათ რომ ხელმძღვანელობენ ადამიანებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ფსიქოლოგია იცვლება. როდესაც მაღალ ეშელონში ადამიანი არის და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობს, მისი ტვინი იწყებს გადაგვარებას რა. ერთი მხრივ შეიძლება ძალიან კაი გადაგვარება მოხდეს, მეორე მხრივ შეიძლება ძალიან ცუდად, იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალა ჭირდება, რომ დემოკრატიული ფორმა არ დაკარგოს ამ ადამიანმა, შიდა რესურსი უნდა ქონდეს და თუ დაუშვათ ის დემოკრატიული კულტურა მან დაკარგა, მივიღებთ იმას, რაც ყოფილი მთავრობის დროს მივიღეთ, ეს არის ვოლუნტარიზმი, ეს არის დიქტატურისაკენ მისწრაფება, ეს არის გარკვეული სისტემის შექმნა, რომ რაღაცა ერთ პირსა და ერთ გუნდს ემსახურებს თელმა საზოგადოებამ და აქედან გამომდინარე შედეგი იქნება ყოველთვის ის რაც მივიღეთ, ხო, არ ყოფით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი სწორედ ლიდერობა განსაკუთრებით აი ჩვენთვის ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გუშინ იყო რა. იმიტომ რომ უზარმაზარი გამოცდილება მივიღეთ და მე ერთი რამე და კიდევ შეგეკითხოთ თქვენ ჩემოგია რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა შორს ასაკს. განსაკუთრებით მენეჯმენტში. მე როგორც ვიცი, მეც მიწევდა ახლა მიმართულებით მუშაობა 40 წლამდე უცხოეთში, ხა თანამდებობაზე კი არა, სერიოზული ფირმის ხელმძღვანელობითაც არ ნიშნავენ. აქ რაღაცა ტვინის ბიოლოგიასთანაც არის დაკავშირებული, მაგრამ სიბრძნესთან უფრო არის დაკავშირებული, იმიტომ რომ სიბრძნე თავისთავად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა ახლა ახალგაზრდა შეიძლება იყოს გერნიოსი, ბახი იყოს, ბეთჰოვენი იყოს, გაუსი იყოს, ის იყოს ეინშტეინი, რა კი ბატონო, ეს ფორმულები არის, ეს ნიჭი არის, მომღერალი იყოს, რაღაც, მაგრამ ახლა მართვის სისტემაში, ანუ სასამართლო სისტემაში შეუძლებელია ახლა ეს მომწიფებელი ბიოლოგიურად გონება იყოს, რაც არ უნდა განათლება და ნიჭი კონდეს, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ამ მიმართულებითაც ბალანსი არის. რაღაცა ხა კანონით ვერ დავაწესებთ მაგას, მაგრამ რაღაცა ბალანსი უნდა იყოს, რაღაც შენაგანი კულტურიდან გამომდინარე, იმიტომ რომ არ შეიძლება იგივე პარტიულ სტრუქტურებში, იგივე მთავრობაში იყოს ან ძალიან ახალგაზრდები უმრავლესობა, ან დაუშვათ ასაკს გადაცილებული, გვახსოვს ჩვენ ეს პოლიტბიუროები და ეს მარტო იდეოლოგია არ იყო, იქ იყო ასაკობრივი გარკვეული ცენზიც იყო, როდესაც ახალგაზრდებს შემოვიდა თუ არა დაუშვა გორბაჩოვი და ახალგაზრდა იმ წუთში დაიშალა სისტემა. მაგრამ ეხლა მე ვატყობ რაღაცა არასწორი მიმართულებით ვიდე. ჩვენ მთავრობას რა, ზედმეტად გაახალგაზრდა მთავრობა, რომელიც უკვე გარკვეულწილად იგრძნობა, რომ რაღაცა სერიოზული პრობლემები გროვდება და გვერდზე წევენ უკვე გამოსცილ ადამიანებს, შედარებით უფროს თაობას და ეს კიდევ ერთხელ სავალალო დამთავრდება, უკვე იგრძნობა კიდევაც ამის თიშე. მე ვფიქრობ, რომ აი როგორ უყურებს აი თანამედროვე თუნდაც მენეჯმენტი იგივე ლიდერობიდან გამომდინარე, ეს კულტურა არის, საერთოდ მართვა ეს კულტურა არის, ეს არ არის მარტო ცოდნა, ეს გამოცდილება არ დაიშვა. აი შეიძლება ამბობ ჰამლეთ ორ ნაწილად უნდა დაიყოს. ერთი არის ანტრეპრენიორიზმი, მეორე წინამძღოლობა. ანტრეპრენიორიზმში რაც გულისხმობ? ინოვაცია, სიახლის გაკეთება, აი რითიც ასე ვთქვათ, ასე გამორჩეულია ამერიკული ბიზნესი, აი ეს Silicon Valley რა არის, სან-ფრანცისკოსთან სტენფორდის უნივერსიტეტამდე აი ეს 40 მილიონი მონაკვეთი, სადაც არის კონცენტრირებული უზარმაზარი გლობალური უნივერსიტეტი,
რომელიც ინჟინერიის ტექნოლოგიის ცენტრია, სადაც არის ამავე დროს კონცენტრირებული კაპიტალი და სადაც არის კონცენტრირებული ნიჭი. ამ სამის ერთობაა ნიჭი, ტალანტი, კაპიტალი და უნივერსიტეტი. ამან გამოიწვია ეს მექა. აქ როგორ ხდება ახლა ეს ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები, ახალ დამთავრებულები, ზოგიერთი სტუდენტებიც არიან ასე ვთქვათ, ანტრეპრენიორები, სიახლის მომტანები, მაღალ ტექნოლოგიაში, მომსახურებაში და ასე შემდეგ. ეს ერთი მხარეა, მაგრამ მათი გამოგონება, მათი მაღალ ტექნოლოგიური სიახლე საბოლოო ჯამში მიდის ეგრეთ წოდებული, რაც თქვი ხა კაპიტალი, იქვე არის Sand Hill Road ქვია, პალო-ალტოა, სადაც სტენფორდის უნივერსიტეტია. Sand Hill Road არის ქუჩა, სადაც ეს გამოცდილი მამები, რომლებსაც ფულის გაკეთებული აქვს, ორგანიზაციაც, ნახემწვანელები აქვს და ასე შემდეგ და ეხლა ეს დაგროვებული ფული პარტნიორობა ჩამოაყალიბეს და ელოდებიან ახალ იდეებს, რომ ეს დააფინანსო. ესენი არიან უკვე ლიდერები. ის ხალხი, ეს ახალგაზრდები, შეიძლება 19 წლის იყოს, 20 წლის იყოს, 21, 25 და ასე შემდეგ, აქვს ეს ნიჭი ანტრეპრენიორობისა რაღაცა გამოიგონა, მაგრამ ამის ორგანიზებულობის, წაძღოლის სიბრძნე, გამოცდილება და არ ყოფნის. და შენ ამ ვენჩურულ კაპიტალთან, ასე ვთქვათ, ამ ვისაც ფული აქვს, ბრძენ კაპიტალთან, ვინც აფინანსებს ამას, მოდიან და ახდენენ პრეზენტაციას. და ესენი მერე ერევიან უკვე ამ პატარა ბიჭების და გოგოების ჩამოყალიბებული ორგანიზაციის მართვაში. თვითონ უქმნიან ასე ვთქვათ, მართლობის გუნდს თვითონ ნიშნავენ იქ. იმიტომ რომ შეიძლება ამ ანტრეპრენიორებმა პატარა ბიჭებს სულ დაუყოს ეს სიტუაცია და დაბალანსება აქ ასაკი პირდაპირ ვერ იტყვი ამდენი, მაგრამ ახალგაზრდა ადამიანს აქვს ერთი ენერგია შემართება, განსხვავებული აზროვნება, სიახლისად მილტოლვა, ესაც აუცილებელია და უკვე ასაკოვან ადამიანს, რომელსაც სიბრძნე, რომელსაც ბევრია გავლილი სიბრძნეა, ამის ბალანსია საჭირო. ამიტომ მე ამ რაღაც ასაკობრივი ცენზების დაწესების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ბრძენი ადამიანები, ეფექტური ორგანიზაციები ახდენენ ყოველთვის მოზაიკას, შერწყმას, გამოყენებას, როგორც კონსტიტუციაში გვიწერია, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს 27 რაღაცებს ცენზე არსებობს სასამართლოს თანახმად. ანუ ბარაკ ობამა ხა ერთ-ერთი ეფექტური მართველი, ბილ კლინტონი მანამდე ასევე ეფექტური ახალგაზრდებად ითვლებოდნენ და ბილ კლინტონი იყო 43-ის და 50 წელი და აი აქედან ეს ახალგაზრდული ასაკია. ასაკურველი ახალგაზრდული ასაკია, როდესაც ჯანზეც ხარ და ცხოვრების წესის ჯანსაღი გაქვს და ამდენი სიბრძნე გაქვს და ჩამოქნილი, მაშინ აი ჟღავდება შენი სიბრძნე და ესეთი გამოთქმა არის, რომ უბედურია ის ლიდერი, რომელსაც კრიზისულ საგანგებო ვითარებაში არ მოუწია მართლობა. აი იქ გამოჩნდება ხოლმე. ანუ დიდი ლიდერი ვერ იქნება, ალექსანდრე მაკედონელად, ჯორჯ ვაშინგტონად ვერ ჩამოყალიბდები თუ რაღაცა დიდი კრიზისი, ნაციონალური კატასტროფა არ გამოიარა. აი გამოჩნდება ყველაფერი, რისი მაგატრონი ბილ კლინტონის აბსოლუტურად. აი ახლა დღეს სხვადასხვა ჩემს ახალგაზრდა კოლეგებთან მქონდა საუბარი, აი სიტყვა მოვიტანა დღეს დღის წესრიგის გარეშე საუბარი გვაქვს, ჩემ ბატონოგია და რაც მეცხანს გავწვევთ ეკრანზე, ვასე ამოვნებ ჩვენს ტელემაყურებელს დარწმუნებული ვარ. არა, შენ კრიზისებთან დაკავშირებით ფუფუნებაში ხარ რა. ახლა ესეთი აზრი ვთქვი, ბატონოგია და მინდა რომ აი თქვენ ლიდერის გავარი ამოცანა. თქვენი აზრი მითხრათ. აი ახლა დღეს ვწელობდით ახალგაზრდებთან, ჩემს მეგობრებთან და რაღაც ასეთი იდეა წამოვჭერეთ რა, რომ აი რითი შეიძლება დაამთავროს თავის პოლიტიკური კარიერა დღეს საბერძნეთის მთავრობის თავმჯდომარემ და მე ეგეთი რამე ვთქვი, რომ ეს უნიკალური ისეთი შემთხვევა მეთქი, რომ ან ოქროს ასოებით ჩაიწერება, დიდი საბერძნეთის ისტორიას დაემატება, ან მეთქი ძალიან ცუდად. საშუალო აქ ვერ იქნება მეთქი. იმიტომ რომ ეს არის გლობალური კრიზისი,
აი ამ თემით როგორ შეეხმიანები შევატნო გია დავდვილად აინტერესებს ჩვენს მაყურებელს შენ შეხედულება იქ რა ხდება საბერძნეთზე ხო აი კონკრეტული სიტუაცია ვიცით ყველა რა ხდება თუმცა შედეგი პროგნოზი მე მგონი არავინ არ იცის მაგრამ აი ეს ლიდერზე ვთქვა ახლა ლიდერია დრო და ჟამმა მოიტანა რომ ეს კაცი არის ლიდერი ახალგაზრდა კაცია სხვა ან დაშლის ევროპას ან გადაარჩა არა ამის არა ის ვერაფერი არ ლიდერი არა ეხავე მაგრამ აი როგორ იქნება ეგა მე მინდოდა ერთი გადაცემა მეთხოვა ჰამლეტისთვის და საბერძნეთი დღეს ბევრს ლაპარაკობ და ადამიანებმა არ იციან რა ხდება რა ამას სჭირდება ერთი გადაცემა მე მინდა რომ პატარა ახსნა განმარტება ექსკურსი რა საკითხებია მოლაპარაკების მაგიდაზე რაზე ხდება საუბარი რატომ მივედით აქამდე რა მოლოდინებია ამაზე მჭირდება ერთი გადაცემა ეს გაკეთდება არ არის პრობლემა აი უბრალოდ პროგნოზი აი რა სიტუაცია კრიზისი გამოჩის რაც მივიღებთ იგი საშუალოს უკვე ვერ მივიღებთ ეს არის ჩემი აზრი რა საკურველი ვერ მივიღებთ ეხა ორი სიტუაცია ჯერ ერთი ჩვენ პირადად ჩვენს ქვეყანას აქვს წილი უკვე ამ ემოციური წილი და რატომ აქვს 200,000 ჩვენ გამომამულია ეს ერთი ის რომ ძალიან ბევრი ადამიანები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია საბერძნეთი ათეული წლების მანძილზე იქნება ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმიტომ რომ ამას მე მოვყვებით რა ცუდი ნაბიჯები გადადგეს მაგრამ ევროპის დამოკიდებულებაც ახლა აქამდე ჯერ მისცეს საშუალება რომ ბერძნებს ეცხოვრა თუ პასუხისგებლად და ეხლა აღმოჩნდა ფაქტიურად კუთხეში მიყენებულები და ბოლო 5 წლის მანძილზე ესეთი ქამრის ამას austerity ქვია ინგლისურ ენაზე ამ ეკონომიკური ტერმინია როდესაც ქვეყანაში დეპრესია ესენი მოითხოვენ რომ სახელმწიფო ინვესტიციები სახელმწიფო ხარჯები შემცირდეს და გადასახადები გაიზარდოს ეს არის პირდაპირ რეცეპტი რეცესიის და დეპრესიის კვლავ გაღრმავების ანუ ქამრის შემოჭერით საბერძნეთი ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვა ანუ ევროპამ ეს მიაყენა საბერძნეთი მიაყენა კუთხეში მაგრამ აქ საბერძნეთის დანაშაულია მთავარი და არა ევროპის ამ შემთხვევაში ციპრუსი გამოვიდა და არის ძალიან პოპულისტური მარქსისტული მიმართულების იდეოლოგია და ამბობს რომ სწორს ამბობს რომ ევროპელებს ეუბნება რომ ჩვენ ქამრის შემოჭერით ვერ გამოვასწორებთ სიტუაციას 254 მილიარდის ეკონომიას ავით ვერ გააკეთებენ ვერ რომ გადაიხადოს 254 მილიარდი ევროს გადახდა შეუძლებელია და ესენი ამბობენ რომ ეს არა მარტო ითხოვენ ამ ვალის ჩამოწერას არამედ ახალი კრედიტის აღებას წარმოიდგინეთ და ეხლა ევროპელების დანაშაული ჰოლანდიელების და გერმანელების უფრო უმეტესწილად ეხლა ევროკავშირის ECB ევროპული ცენტრალური ბანკის საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევროკომისიის სამკაციანი კი არა სამხარიანი ასე ვთქვათ მოთხოვნები რომელიც საბერძნეთის წინაშეა ფაქტიურად შეუსრულებადია მაგრამ აქ იმაზე კი არ არის მართალია ეს ციპროსი და მისი ფინანსთა მინისტრი რასაც ამას მაგრამ ისინი არა კეთილშობილ არა რესპექტაბელურ არა სანდო პარტნიორებად აღიქმებიან ამ სამი დიდი გრანდების მიერ. ყოველწუთას ცვლიდნენ თავის პოზიციას. პოზიციონირებდნენ თუმცა ფინანსთა მინისტრი ახალია. ოქსფორდელია სხვათა შორის ახლა ვინც არის არც წინას ჰქონდა ნაკლები განათლება. ოქსფორდელი მარქსისტია. შეიძლება მოსკოველი მარქსისტი იყო თუ ოქსფორდელი დიდი განსხვავება არ არის. ეს არის მამალი მარქსისტი. მე მარქსისტებზე და ამაზე ეს ცუდად არ არის. ეს მაჩორი შემოგია მარქსმა თქვა რომ მე თვითონ არა ვარ მარქსისტი, რატომ ბაძავთ მე? ეს ცნობილი ფრაზაა. და ამ შემთხვევაში ესე იგი ფაქტურად ესენი ამბობენ რომ ჩვენ კუთხეში მიგვაყენეთ, მაგრამ ისინი ეუბნებიან დასავლეთი, ანუ ევროპა, რომ თქვენთან მოლაპარაკება დავამთავრეთ. და ეხლა ესენი ცდილობენ თავის გადასარჩენად ქვეყანა შეაგდეს ერთის მხრივ გაბედული ნაბიჯია, ხო? ამბობენ რომ შენ თუ საზოგადოება თუ ამ რეფერენდუმზე იტყვის არასო
ანუ გავაგრძელოთ მოლაპარაკება ევროპასთან, მაშინ მე გადავდგებიო. ესე ქვეყნის მიყენება ამ ჩიხურ მდგომარეობამდე არ ნიშნავს მაღალ ლიდერობას. შენ მაღალი ლიდერობა რა არის, იცი? როდესაც შენ იცი შენი ქვეყნისთვის რა არის სასარგებლო და შეიძლება ის არაპოპულარული იყო და ის არაპოპულარული ნაბიჯი უნდა გადაადგა. ციპრისის აი მე შეიძლება აღმოჩნდე მტყუანი, მაგრამ რამოდენიმე მე ამიტომ ბატონო აქ საშუალო ლიდერი ვერ იქნება. ძალიან მაგარია, ძალიან მოკლა მთელი ოპოზიცია და პოპულარულია, მაგრამ ჩემის აზრით საბერძნეთი დააყენა კატასტროფის წინაშე. საბერძნეთი ევროკავშირის ევროპული ცენტრალური ბანკი აძლევს საბერძნეთის ბანკს ლიმიტს დღეში 60 ევროს მეშვეობით და ორშაბათამდე ბანკიც აღარ იმუშავებს. დაიწყება ბარტერი. ბარტერის შემდეგ უნდა შემოიტანონ ჩვენ გავიარეთ, ვიცით რა კატასტროფა ახალი ლეგალური გადახდის საშუალება. ეს უნდა იყოს დრახმა. მაგრამ საბერძნეთი ამ შემთხვევაში ორ დარგს ეფუძნება ეკონომიკის. მისი სიმდიდრის შემოსავლის წყარო არის საგემო გადაზიდვა, ზღვაოსნობა და ტურიზმი. ეს ორი. წარმოიდგინეთ, არაფერს მიმზიდველს პროდუქციის თვალსაზრისით არ ქმნის და რომც მე არ მიყვარს ხოლმე განზოგადება თელ მოსახლეობაზე, მაგრამ როგორც წესი ბერძნები არიან ზარმაცი და კანონის არამორჩილე ჩვენსავით ესე არის. აი ბოლო 17-18 წელმა 2001 და როცა ისინი ევროზონა ევროპირველად შემოიღეს და ეს ჩვენ აწავიდა მართლა კრედიტებით, ამან სიზარმაზე და კაი ცხოვრების ჩვენ გახსნა კავშირის ვარიანტი იგებეს მაგათ ჩვენ იგებთ მუქთაფული. კარგი ბატონო. ესე იგი ესენი იღებენ ამ კრედიტს არ იღდიან და გადასახადსაც არ იღდიან, რა ხელა უზარმაზარი დეფიციტია. დეფიციტი რო დაფარო, ხო უნდა კრედიტი აიღო კიდე. ესე იგი კიდე კრედიტი არ მოითხოვა 53 მილიარდი თუ არ შევ მოითხოვა დასაბარავად და რაღაც და შენ უნდა გქონდეს რაღაცა უკან რაღაცა განვლილი ცხოვრება, რომელიც მე ევროპის ცენტრალურ ბანკს, სავალუტო ფონდს, ევროკომისიას მაძლევს საშუალებას, რომ შენ ამ ქმედებას განახორციელებ, მე რომ მოგცე ეხლა ეს ფული, შენ განახორციელებ ჯანსაღ მმართველობას. მაგრამ მე ხა ამ ტექნიკურ მხარეს რო დავანებოთ და ამ ლიდერობაზე გადავიდეთ, ციპრისმა ჩემის აზრით აქ ზოგიერთი ძალიან პოპულარულია ევროპაში, რა ქვია, საფრანგეთში და მარქსისტულ წრეებში ეხლა ციპრისი, მაგრამ ციპრისმა გააკეთა მისთვის გამბედავი და სასარგებლო პოლიტიკური რეიტინგის თვალსაზრისით ნაბიჯი, მაგრამ კატასტროფული ნაბიჯი გადადგა საბერძნეთის ქვეყნის მომავლისათვის და ჩემს თვალში ციპრისი არ არის პატიოსანი და სახელმწიფო მოღვაწე სტრატეგოსი არ არის. ციპრისი არ არის დეგოლი, ციპრისი არ არის რუზველტი, ამ შემთხვევაში ციპრისი არ არის ისე მაღალი რანგის კაცი. და მე მგონი ახლა იგებებენ, როდესაც დაიწყება შიმშილობა, იმიტომ რომ წარმოიდგინე, დრახმა შემოდის ოთარ და ჰამლეტ და ყველაფერი შემოგაქ გარეთა ბატონოზე ახალ მე რომ მომწოდებელი ვიყო შენ არ მოხდება ჩემი აზრით არ მოხდება. ჩემი პროგნოზი ახლა ზაუმადური საქმეა. მაგრამ ევროკავშირის ერთიანობის და ინტეგრაციის იდეას მიეყენა დიდი დარტყმა და თან ჩვენ მოგვადგა როგორც ქვეყანას, რომელსაც უნდა ევროკავშირის წევრი იყოს. და იმიტომ რომ ჩვენც დაახლოებით გავდივართ იმ თვალსაზრისით, რომ ეს კიდევ ერთი მართლმადიდებლური ქვეყანა, ესეთივე უპასუხისმგებლო, ესეთივე ზარმაცი ბერძნებმა ჩვენ ძალიან ცუდი სამსახური გაგვიწიეს. ესე იგი საქართველოს თან დიდი დარტყმა მიაყენა და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ დანარჩენ სამყაროს ის კეროვორჩი მე როგორმე მიმიღე ევროკავშირში. ეს არ არის მთავარი, არავინ არ მიგიღებს. მათხოვარი არავის არ უყურს. ჩვენ უნდა ვანახოთ ჩვენ რამდენად განსხვავებულები ვართ. როგორ შეგვიძლია ძირითადი იდეის ირგვლივ ორგანიზება, ფოკუსირება, დისციპლინა და პროდუქციის შექმნა. როდესაც არისტოკრატია რა არის?
არისტოკრატია არა სისხლი, არამედ ქცევა, ქმედება. ჩვენ უნდა ვანახოთ ევროპელობა, დასავლელობა, თანამედროვეობა არა იმას ნიშნავს, რომ განედით ხარ ფიზიკურად, გეოგრაფიულად დასავლეთ ევროპის ნაწილი, არამედ შენ ქცევით, მოქმედებით, ფასეულობით ხარ ეს არ არის გეოგრაფიული ცნება, ფასეულობა. და ჩვენ გვინდა რომ ფასეულობით ვიყოთ ამ დასავლეთის ნაწილი, თანამედროვეობის ნაწილი და ჩვენი პროდუქტიულობით. აი ეს უნდა ვანახოთ. აი ციფრისზე გამოჩნდება. ჩემი აზრით, ჩემი ასე ვთქვათ, გათვლით, ციფრისი ახლა არის ყველაზე მაღალ რეიტინგული, მაგრამ ძალიან მალე ციფრისი გამოჩნდება როგორც უპასუხისმგებლო ლიდერი, რომელმაც გადადგა ნაბიჯი თავისი ქვეყნის კატასტროფისკენ წაყვანისაკენ. ხა მე გეთანხმებით, იმიტომ რომ არავის არ აქვს უფლება საკუთარი სიცოცხლე შეიძლება გარისკო, კავრიზურას გადაეფარო რაღაც, მაგრამ არავის არ აქვს უფლება ხალხის მდგომარეობით გარისკო და ეს ჩემი აზრით იყო არნახული პასუხისმგებლობა, როდესაც ჩვენ ფაქტიურად ხალხს ურჩევ ისეთ რაღაცას, საიდანაც მოსასვლელი აღარ არსებობს რა. და ამ დროს შენ და ხალხი ერთ სიბრტყეში დადგეთ, ხო? მე არ ვიცი, ამას რელიგიური მოღვაწე და რა ვიცი, ახლა ესეთი უდიდესი პიროვნებები თუ გააკეთებდნენ და ვიცით კიდევაც მათი ახლა მე შემიძლია ვთქვა, რომ თვითონ აი ეს ნაბიჯი, ხო, რაც მან გადადგა, ეს არის ჩემი აზრით არა მარტო უზარმაზარი პასუხისმგებლობა, პროვოკაცია არის. პროვოკაცია არის მთელი ევროპის წინააღმდეგ და ცივილური ქვეყნების წინააღმდეგ, იმიტომ რომ შეიძლებოდა ამ პროცესის დარეგულირება იმ დონეზე, რომ აი ჩიხში მოაქცია, გეთახმებით, ჩიხში მოაქცია ევროპა, ევროპის კულტურა, ფაქტის წინაშე, გამოსავალიც არ არის, გამიგე, გამოსავალი არ არის. ეხლა რა არის? ისე გააკეთებს ვაი, ასე გააკეთებს ვუი. თუ დაუშვათ, ესე იგი დაუთოს ეხლა საბერძნეთ და ასე შემდეგ, გამოდის რომ ეს ყველაფერი მეორე მიბაძავს, მესამე მიბაძავს. ამის დათმობა არ შეიძლება. ძალიან ხო. ეხლა აი საგონებელში ჩააგდო. ცივილიზაცია ევროპაზე არ არის ცივილიზაცია. აი თვითონ მიღებული მთელ მსოფლიოში ავანტურისტად არის მიღებული. აი ნახე ბატონები, მე ანალოგი ვერ ვიქნებ თქვენ გახსოვთ ბატონები. მე მგონი აი რეფერენდუმის კითხვა ასეთი ფორმულირება ანალოგიც კი არა აქვს რა. რაზეა საუბარი? მოდი ხალხო უყაროთ კენჭი იმას, რომ კრედიტორთა მოთხოვნა მევალისოთ თუ არ მივიღოთ, ხო? მე მგონი ამას პრეცედენტიც არ არის. ციფრისის გათვლა იყო ის, რომ მოეკლა თქვათ ოპოზიცია, ქონოდა საზოგადოების ესეთი მხარდაჭერა და ასევე შანტაჟირება მოეხდინა ევროპის ცენტრალური ბანკის, სავალუტო ფონდის და ევროკომისიის. ანუ აი ამ ტროიკეს, რომელსაც ახლა ისინი არიან პრობლემის წინაშე. ისინი არიან პრობლემის წინაშე. ბევრ საკითხში ციფრისი მართალია საბერძნეთის ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, მაგრამ ამ მომენტში შეფასება მარტო ერთი პოზიციით არ ხდება. მანამდე მას იმდენად შეცვალა, იმდენად ხშირად ცვლიდა თავის პოზიციას და იმდენ ავანტურისტულ ნაბიჯებზე მიდიოდა, რომ ამ მოლაპარაკების მეორე მაგიდის მეორე მხარის თვალში ეს კაცი არის ავანტურისტი. არა სანდო და ამიტომ ესენი მიუღება ისეთ სულ მდგომარეობაში ჩააყენა ევროკავშირი და მთელი გლობალური ცივილიზაცია, რომ ამ ნაბიჯს ეხა არავინ არ აპატიებს და ბერძნული ეკონომიკის გავლენა არის უმნიშვნელოა. ეს ვერც კაპიტალის ბაზარს ვერ ცვლის, ეს ევროპის ეროვნული შემოსავლის. ამას კი არ ცვლის, მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა არის ავტორიტეტს ევროკავშირისა და შემდგომი ბედი ევროკავშირისა ჩვენს და სასარგებლოდ აღარ არის. საქართველო და ის ხალხი, ვინც მიისწრაფოდა ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, ეს ჩვენი ქვეყნები ჩააყენა ცუდ მდგომარეობაში. გეთანხმებით და რატო კიდე ერთიც ვთქვათ, ბარე ბატონო გია, ჩვენ ხო ჩვენი მიზნები გვაქვს, ჩვენ იმ ფასეულობათა სისტემასთან გვინდა ერთიანობა, ამ შემთხვევაში სწორად აქ თქვით კიდევაც, ეს ხო არ არის გეოგრაფიული ტერმინი ჩვენთვის, არის ფასეულობათა სისტემა, საერთოდ გვინდა წასვლა. აი ხა ერთი დადებითი, ძალიან დადებითი შეიძლება მოხდეს ბატონო გია, თვითონ ევროკავშირის ბიუროკრატიაც გაიწმინდოს. ხა კარგი გაგებით ვამბობ, არ შეიძლება 2004 წელს ახლა სტატისტიკას რო გადავხედოთ, სავსებით ნათელი იყო რომ ვალაუალი ხდებოდა საბერძნეთი, ხო? ხა იმის დადასტურება რომ იცით რა ხა ოლიმპიადას ვამზადებთ ათენში, ოლიმპიურ ამის გამო მივიცეთ 100 მილიარდი კიდე. თლად ასეც არ არის. ანუ ამიტომ ახლა მე
ძალიან სიყრმით წასვლა არ მინდა აი თქვენ გადაცემაში ვისაუბროთ აუცილებელია მონეტარული კავშირი ფისკალური კავშირი სხვა შემთხვევაში ანწირული ევროზონა ამიტომ კითხვა ასეც ჩვენთვის შეიძლება დადებითი იყოს იმ გაგებით რომ აი ზოგიერთი ფლად პირდაპირ თქვა შეცდომები თქვა ჯერჯერობით თუ შეიძლება დანაშაულიც არის თვითონ ევროკავშირის ბიუროკრატიისაც ახლა იმის თქვა ბატონო ახლა ვიცი ვარ ახლა ის რომ ქლიანში და პროდუქტში რამდენი პროცენტია სასესხო ვალდებულებად ეს ციფრი დაიმალო და ვიღაცა მოატყუა ახლა მე მაგას არ დავიჯერებ რა ხოსორია რა და ასე შემდეგ რითაც იძლეოდა აი ხა საქართველოს კიდე თუ კარგ მაგალითს აჩვენებს იმას რომ იმ სტანდარტს იცავს ბიუჯეტის დეფიციტს არ გადის იმ ზღულ ნორმაზე არც სხვადასხვა შეიძლება იყოს კარგი მაგალითი არგუმენტი ჩვენთვის რომ საქართველოს აი ესე მართვადი ნორმალური ცივილური ქვეყანა ხდება და ხარ დაუბრუნდეთ დღევანდელი საუბარს და თუ იმასაც ვაჩვენებთ ერთ წელიწადში რომ ჩვენ ლიდერებსაც ვამზადებთ ამ ქვეყანაში სწორი არა კვალიფიკაციას უმაღლეთ მარტო არამედ აი რა თქვენ ბრძანეთ ჩემო ბატონო გია თქვენ ცოდნას და უზარმაზარ გამოცდილებას და мотиваციას გამოიყენებს ქვეყანა იმისთვის რომ ეს სისტემა აიგოს ანუ ხვალინდელი მართლობა საქართველოს ხვალინდელი ლიდერები საქართველოს მაშინ კიდე ერთი არგუმენტი გვექნება რომ უთხრათ ევროკავშირსაც რომ ძმებო, მეგობრებო, ჩემო კარგებო, ჩვენ სხვა ვართ და აი ეს არის ჩვენი უპირატესობები და პლუსები. ოთარ ერთი წინასწარმეტყველებაც, ახლა წინასწარმეტყველი კი არა ვარ, მაგრამ ლოგიკურად რო გადავხედო, ერთ ნაბიჯს ვხედავ მომავალში. ახლა დღეს არის, მე მგონი, შეხვედრა ბრიუსელში, სადაც განიხილება მომდევნო ნაბიჯები. აი თქვენ დაინახავთ ტელემაყურებელს დაინახავს ამ დღეებში ალბათ საფრანგეთი და გერმანია ერთ ტანდემში მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტების კიდევ უფრო გაღრმავებას, ინტეგრაციას და არა გაფართოებას. რომ ანუ ის შეცდომები რამაზე მივანიშნებთ ბატონო სპეციალური გადაცემა რო გვექნება ევროკავშირზე საბერძნეთზე იქ ვილაპარაკოთ, რას ნიშნავს მონეტარული კავშირი, რას ნიშნავს ფისკალური კავშირი, რა ისტორიამ განაპირობა, რა შეცდომები იქნა დაშვებული და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგეს, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა გაცილებით უფრო რთულია. ეხლა ჩვენ განვიხილებით როგორ ასპექტში, იცი? რეზერვშიც აღარავთ. ჩვენ განვიხილებით როგორ ქვეყნების კონტექსტში, იცი? ჩვენ ვართ უკრაინა, რომელიც ფაქტიურად failed state არის, ანუ არ შემდგარი ქვეყანაა და მიდის უფრო სიღრმისკენ ამ მიმართულებით. მოლდოვა, სერბია და სერბეთი და საბერძნეთი. ეგრეთ წოდებული ეს მართლმადიდებლური აღმოსავლეთ ქრისტიანობის სამყარო და ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი დარწმუნება. ჩვენ ახლა გვჭირდება გაცილებით უფრო მეტი დახვეწილება. გაცილებით, აი ხელახლა გამოგონება გვჭირდება. ჩვენ უნდა ვანახოთ ქართული სახელმწიფოს ახალი ნიშა, როგორ შეუძლია განახლებად ელექტროენერგია, განახლებად ენერგიებზე, ეკოლოგიაზე, ქართული საზოგადოება რამდენად სოლიდარულია, რა ღირებულებები აქვს, როგორ აქვს შრომის კულტურა, ორგანიზება, ადმინისტრება, რაღაც სხვა გამოსავალი ჩვენ არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ უკვე მიწებებული ვართ, ჩვენ ვართ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც აი ამ ჩამორჩენილ ასე ვთქვათ თანავარსკვლავედში და სწორედ ამის გარღვევა. ხო, ამის გარღვევა და ჩვენი რედეფინიცირება უნდა მოხდეს ჩვენი იდენტურობის. ჩვენ არ უნდა მივეწებოთ ყოფილ საბჭოთა მხარეს და ამ ასე ვთქვათ სერბია, უკრაინა, საბერძნეთის იმის გამო რომ მართლმადიდებლები, დიახ, ჩვენ ვართ მართლმადიდებლები, მაგრამ მართლმადიდებლობა არ ნიშნავს უპასუხისგებლობას, უუნარობას და ჩამორჩენილობას. ჩვენ უნდა ვანახოთ პრეცედენტი შექმნა, ჯერ არ შექმნილა, რომ ამ პატარა მართლმადიდებელ ერს შესწევს უნარი ამავე დროს იყოს მართლმადიდებელიც და თანამედროვეც. რელიგიურად შემწყნარებელი, ტოლერანტი, აი ეს დახვეწილი, მართალი ქართველობა იმას არის, რომ შენ სხვა კი არ გაშინებს, შენ შეგიძლია სხვისგან ისწავლო. მართლმადიდებლობა განუწყვეტელი სწავლება, სიყვარულზე დაფუძნება, მადლია. ხო და ეს წამოვწიოთ, ეხლა ჩვენ გვაქვს ერთის მხრივ საშიშროება, რომ ჩვენ ამ
ერთ თქვათ ერთ ნავში აღმოჩნდეთ ამ ჩამორჩენილ ქვეყნებთან, მაგრამ მეორეს მხრივ შესაძლებლობა რომ აი აქ ეხლა ვანახოთ ჩვენი კლასი. ეხლა გამოჩნდეთ. ეხლა ადვილია გამოჩენა. ოღონდ შენ თუ გაქვს მართლა კლასი თუ გაქვს და თუ კლასი არ ახარ, ჩაჯდები იმ ნავში, სადაც ზის უკრაინა, სადაც ზის მოლდოვა, რომელთაც მომავალი არ აქვს. და ეხლა მე ძალიან მომეწონა ჰამლეტ და მადლობ შენ რაც თქვი რომ ეს ჩვენ ერთი შეფასება გვაქვს რომ ამას დაარქვიშენ ავანტურა რომ საბერძნეთი ეს მართლა ძველი ტრადიციების ქვეყანა და ესენი ამაყობენ აი ამ ჩვენსავით არიან სულ წარსულს ჩვენ ხო არისტოტელეს და ჩვენ ხო პლატონის ესენი არა მართლა ის ხალხი კი არ არის შენ რაგონი ციპროსი პლატონის და არისტოტელის და 300 სპარტანელის საომავალი არ არის ეს გამოვლილი 1000 დორიანელები სამხრეთიდან სხვა 1000 ეს სხვა ხალხია ახლა ხო და ერთი რამ არის ძალიან საინტერესო ახლა ჩვენ საუბარი ხო სადღაც უკვე ვაჯამებთ ხო ძალიან მნიშვნელოვანი არის ერის კულტურის ჩამოყალიბებაზე უდიდეს გავლენას ახდენს გეოგრაფიული მდგომარეობა და მდებარეობა და სხვა შორის ის ხალხი ვინც ფუფუნებაში ცხოვრობდა სიტყვაზე ხო ახლა ულამაზესი ბუნება არის სხვა შორის მარტო თევზჭერა რო იყოს იმითაც კი გამოკვებავდა გარკვეულწილად ის ხო და აი ამან რაღაცნაირად ხო აი რო უყურებთ ხო სადაც გაჭირვება არის ხო და აი ქართველებსაც ეს ვჭირს სამწუხაროდ რომ უმდიდრესი ბუნება გვარგუნა უფალმა და რაღაცა სიზარმაცემ აი ამით რაღაცა მაგის მშვენიერი მაგალითი ესპანეთი ყველაზე მდიდარი იყო ყველაზე მეტი ოქროვერცხლი ახალი სამყაროს აღმოჩენით ჩამოიტანა და წარმოება და ეკონომიკის შექმნა არაკონკურენტიანი გახადა და ყველაფერი შემოქონდა ბრიტანეთიდან საფრანგეთიდან ჩამორჩა ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის იმიტომ რომ საბერძნეთ სამწუხაროდ აი ეს ჩვენ ახლა გვმართებს სოლიდარობა იმიტომ რომ ჯერ მარტო ერთმორწმუნეობაზე არ არის საუბარი ჩვენი და საბერძნეთის კულტურა ისტორიულადაც და ყველანაირადაც გადაჯაჭვული იყო და აგერ სწორედ იმიტომაც არის რომ 200,000 და მეტი ქართველი მუშაობს ამჟამად იქ ხო ეს რა განაპირობა რატომ არ არიან დაუშვათ იქ არაბეთში იმაში ესე რაღაცა ის კულტურიდან გამომდინარე ტერიტორიულადაც და ისედაც ეს საკითხი არის და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ მსჯელობაში რომ მსგავსი რამ რომ ჩვენ არ დაგვემოხოს რა მსგავსი რამ ჩვენ პირიქით ჩვენ და ვაჩვენოთ მაგალითად ჩვენ ასე არ ვიქცევით და ასე არ ვაკეთებთ ეს არის გიას ვეთანხმები ყველა კრიზისი შანსს ბადებს ახალს აუცილებლად ეხლა უნდა შანსს ბადებს ოღონდ შენ თუ ხარ შინაგანად თუ გამოიხეთ რა თქმა უნდა თორე თუ შენ თხლე ხარ კრიზისი გაგანადგურებს როგორც მოხდა ეს პატარა ვერეს ადიდება ამ რაც გამოიწვია სამაგიეროდ დაგვანახა კიდე ამ კრიზისმა დაგვანახა რომ ახალგაზრდობა რამდენად არის მონატრებული შრომას თავდადება სამშობლო სიყვარული როგორ არის ესე იგი მათი ჩადებული გაჟღენთილები არის საერთოდ ბოდიშები ძალიან ბედნიერი კაცი ვარ ახლა ბაღურებელმა იცის პრინციპში რომ ეს ტელევიზია ამ ხეობაში გია შენი ლიდერთა სკოლის ბავშვები ლიდერობდნენ აი აქა და ეს თერმათვილის მაიცის სხვათაშორის და ეს უნდა ვთქვა ასე რომ ეს მარტო სიტყვები კი არ არის ძვირფასებო აი ეს ამ მომზადებას თავისი მეთოდები აქვს კერხები აქვს რომ იძლევა კონკრეტულ შედეგს რეალურ შედეგს რას თქვი ესე იგი ეს ჩვენი ახალი თაობა ამას ქვეცნობიერად მონატრებული ეს უნდა სოლიდარული ინსტინქტია გენეტიკაში და თან გენეტიკას დაემატა ამ გარემოში ცხოვრობენ და ქვეცნობიერად ეს მოუნდათ. ეხლა საჭიროა ამ ახალგაზრდების ეს ჯანსაღი ინსტინქტის ორგანიზება, სწორი მიმართულებით მიმართვა, რომ ასწავლო როგორ უნდა მოახდინო, ორგანიზება იმარჯვებს. ვინც არის ორგანიზებული, ვინც არის დისციპლინირებული, ვინც არის ფოკუსირებული, ის იმარჯვებს. ისე ერთი რამ არის, აი ახლა ჩვენ ხო განვიხილეთ საბერძნეთის მდგომარეობა და პლუს რომ აი ამ სიმდიდრემ, გარემო პირობებმა რაღაცნაირად თავისი დაღი დაასვა უარყოფითი და გამოჩნდა კიდევაც, ხო? აი ცივილიზაციის შესაყარზე, ხო, ფაქტობრივად ევროკავშირი იყო, ევროპა პირველ რიგში საბერძნეთი იყო, სად იყო ევროპა, როცა საბერძნეთი იყო. დასავლეთი არის საბერძნეთი იყო და ფაქტიურად ისევ იქიდან დაიწყო პრობლემა, ხო? არა ახალი, კი. ახალი ევროპა, ხო? და პრინციპში ვნახეთ, რომ მივიდა კატასტროფამდე. ეხლა რა არის? იმიტომ რომ გაჭირვება მათ აი ბოლო პერიოდში არ ვნახავთ. ჩვენ გვაქვს ერთი პლუსი. და ღმერთმა გამოგვიგზავნა ჩვენს მოსახლეობა და ჩვენ ერს გაჭირვება.
და სერიოზული გაჭირვება გამოგვიგზავნა 90-იანი წლებიდან. ფაქტობრივად ჩვენ ამ 20-30 წლის განმავლობაში თითქმის საქართველოს მთელი ისტორია ამ მოკლე მონაკვეთში გავიარეთ. სამოქალაქო ომი, დაპირისპირებები, გადაგდებები, გადმოგდებები, შიმშილი, უშუქო, თუ რამე იყო ყველაფერი გავიარეთ. აი ეხლა თუ ჭკუას ვერ ვისწავლეთ, ხო? მართლა ვაფშე უნდა გავეცალოთ ამ ისტორიას და ყველაფერს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გამოფხიზლება დაიწყო იმ კატასტროფის დროს, როდესაც აი ეს უბედურება მოხდა. და ახალგაზრდობა გამოვიდა, აი სწორედ ამ ახალგაზრდობას უნდა მივცეთ შანსი, უნდა მისცეს მთავრობამ, უნდა მისცეს საზოგადოებამ და გაუხსნას ჯებირეთი. მე ვფიქრობ, ეს ემოცია, ეს მომზადება გადაივლის თუ არ მოხდა ამის ორგანიზება. კიდევ ერთხელ ეს ციდან არაფერი არ ჩამოვა. ეს აღტკინება და შესაძლებლობა, შანსი უნდა იყოს რეალიზებული და რეალიზება ხდება ორგანიზებულობით, მხოლოდ და დისციპლინით. ჩვენ შანსი მიდის და მოდის. ჩვენ ამას უშვებთ ხელიდან. მაგრამ ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს სამწუხაროდ გაჭირვების, რომ ეხლა ჩვენ ვეღარ ვიტყვით, ხო იცი რა, აი ღმერთმა სიმდიდრე მოგცა და რაღაცები და ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ სამაგიეროდ ვისწავლეთ ჭკვა, დავბრძენდით, ეხლა თუ კიდევ ჩვენი მოქალაქეებს აღარ აქვთ იმდენი სიბრძნე, რომ რა არის კარგი და ცუდი, ვეღარ გავარკვევთ, მაშინ მართლაც საზოგადოებად ვერასოდეს ვერ ჩამოვყალიბდებთ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სწორი ორგანიზება, მაქსიმალური გამოყენება იმ უდიდეს სიმდიდრეს, რაც საქართველოს გააჩნია და ერთი ეკონომიკური ბიძგი საკმარისი არის, რომ ჩვენ დავიკავოთ აი ჩვენი ნიშა და მართლაც ესე იგი აღარ იყოს უკუსლები და სტაბილური ქვეყანა ავაშენოთ. საზოგადოებაში მწიფდება სოლიდარობის განცდა და აუტანლობა არაპროფესიონალიზმის. ეხლა პროფესიონალების დროა, ეხლა საქმის მცოდნის, საქმის გამკეთებელების და გულშემატკივრების დროა. ეხლა არ არის მომხვეჭელების, კარიერისტების და აი სკამზე მჯდომელების დრო. ეხლა არის რა ვიცი, ყოველთვის იყო ეს ყველა დროში პროფესიონალიზმი იყო საჭირო, მაგრამ ეხლა ისე როგორც არასდროს არის პროფესიონალიზმი საჭირო და ისეთი დიდი პატივისცემა პროფესიონალიზმისადმი არასდროს არ იყო როგორც დღეს არის. აი როგორც ჰაერი ისე სჭირდება. თავრობამაც იგრძნო. თავრობა ერთი ფრაზაც ბატონოგია პატრიოტიზმია სწორედ პროფესიონალიზმი. ყველაერად აღარ გამოვა ეგ საქმე რა. პროფესიონალიზმი არის პროფესიის პატრიოტიზმი და მე სადღეგრძელოებს ვამბობ, შენ უნდა ის სადღეგრძელოების თქმელს უნდა დაუსვა შეკითხვა. შენ რა ვინახარ? შენ შენ ხარ პროფესიონალი, შენ ამდიდრებ რაღაცით გარემოს, შენ შეგიძლია ახალთაობას ასწავლო, შენ შეიძლება შენ კოლეგას მხარში ამოუდგენ, შენ შეგიძლია შენ მეზობელს თოხნაში დაეხმარო, შენ რამის გამკეთებელი ხარ? ასე. აი სადღეგრძელო და პატრიოტიზმი ამაში გამოიხატა. სამწუხაროდ ბატონოგია, სამწუხაროდ აი ამ 25 წელი მე-4 საუკუნეა ბევრმა უბედურებამ თამადეს ინსტიტუტიც კი დაგვიკარგებ. ეს კითხვები კი არა. სხვა კითხვაც ვიშდება ხოლმე რომ ეს თამადად ვინ აირჩია. არც მაგი აღა ისის დავიწყებული აქვს ბევრ საუბედუროდ და განუწყვეტელი თავის ქება. აი ესეთი რაღაცა მაგრამ ეს მე მგონი კარგი არის. კარგია, რომ ჩვენ ასეთ გაჭირვებაში ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ნახტომისათვის უნდა მოვიმზადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია საბერძნეთის შეიძლება უკან დაგვრჩეს, თუ დაუშვა ჩვენ ესე გავაგზავნეთ, როგორც ჩვენ ცხოვრობთ. ჯერ უნდა ვთქვათ, რომ არა გვაქვს მომჭირნეობის კულტურა, გია. რაც არ უნდა მენეჯმენტი განვახორციელოთ, თუ მოსახლეობა ნაწილია მენეჯმენტის. ხო, და ეხლა აქედან გამომდინარე, რატომ ადმინისტრირების ნაწილია ეს ყველაფერი. მაგრამ ჩვენ აქ ასე გვჩვევია, ბატონო გიათ, იცით, ხელესაც ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვამთავრებ ყოველთვის შეხვედრას. არა ოპტიმიზმი აქ ჩვენში ერთი ნაწილი. არ იქნება, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და მოდით გავუმარჯოს პროფესიონალებს და პროფესიონალთა მომზადებას. მე მოწინააღმდეგე ვარ ამ ესეთი დაუსაბუთებელი ცარიელი ოპტიმიზმის. მე ვარ ოპტიმისტი რო არ ყოფილიყო, ეხა აქ არ უნდა ვიშდე თქვენთან. დიახ, და ამით ვამაყობ ჩვენ ბატონო გია და ესეთია ჩვენი ქვეყანა. ოღონდ ისე კი არა რომ ეს ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი კარგად იქნება და ეს ჩვენი პასუხისგებლობაა რომ ყველაფერი კარგად ვაქციოთ.
ამას ჭირდება ორგანიზებული ქმედება. კარგად ყოფნა ქმედების ფუნქცია, ქმედების შედეგია. ხო და ვინმე თუ საზოგადოების ცნობიერება როგორ უნდა მომწიფდეს, უნდა ვასწავლოთ სკოლის ასაკშივე. თუ ვინმე ბრწყელად ლაპარაკობს, თუ ვინმე შეფასება გვინდა, გადავხედოთ ამ კაცს რა გაუკეთებია. რისი გამკეთებელია? დახმარებია ვინმეს? აი გუნდა გაუზდია ვინმე? რაღაცა შედეგისთვის მიუღწევია, თუ მიუღწევია ვენაცვალე და გადავიღოთ ამ კაცისგან და თუ ამ კაცს მარტო საკუთარი თავის სიკეთე უნდა, მარტო საკუთარი თავის ოჯახი და სხვირად აი როცა მთელი საქართველო ღარიბდებოდა და თვითონ რომ დიდრდებოდა, აი ეკითხვას დავსვათ მაშინ. სწორია რა. შენ რო კარგად კეთილდღეობაში ცხოვრობ, ის კეთილდღეობა რის საფუძველზეა შეწეული? რა გააკეთე შენ რო კეთილდღეობაში? აი ხარეთ ჩემი. აი ეს კითხვები უნდა დაისვას საზოგადოებაში და ისმება კიდევ. ლიდერი ის კი არ არის, ვინც თავს აცხოვრებს კარგად. ლიდერი არის ის, ვინც სხვებს, საზოგადოებას, მასზე ჩაბარებულ ადამიანებს აცხოვრებს უკეთესად, ვიდრე თვითონ ცხოვრობს. ის ხდება ლიდერი, სხვანაირად არ იქნება. ისტორიას ვერ შემორჩება, სხვანაირად როგორც დიდი ლიდერი და დიდი მოღვაწე. ისე ალექსანდრე მაკედონელი, ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ჩვენ кейსად ვასწავლეთ, ყველაზე გასაჭირი ჟამს როდესაც შუა აზიის სტეპებში იყო და წყალი ესე იგი ყველა წყურვილით კვდება და მოუტანეს მას ცივი კოკით წყალი საჯაროდ დააქცია და მე როგორ ვიკადრებ ამ შემთხვევაში უკეთეს მდგომარეობაში ჩავიყენო თავი ვიდრე ჩემი ჯარია მთავარი მე ყველაზე რთულ მდგომარეობაში უნდა ვიყო იმის შემდეგ როგორ გაუბედავს ვინმე ჯარისკაცი იმის წინააღმდეგ წასვლას რომ იტყვის რომ ჩვენ მივდივართ ამაზე პირველი ალექსანდრე მიდიოდა ყველაზე რთულ სიტუაციაში ყველაზე სახიფათო მდგომარეობაში შენ იღებ ლიდერი ამიტომ ახარ შენ ლიდერის მანტია ამიტომ გაწვია ამიტომ გითმობთ ჩვენ ამიტომ გვიყვარხარ ამიტომ აგიტაცებთ რომ ყველაზე საშიშ მდგომარე ყველაზე რთულ სიტუაციაში პირველად შენ გადიხართ ამიტომ ეს არის კონტრაქტია საზოგადოებაში რამდენ სწავლობდა ალექსანდრე და ვინ იყო მისი მასწავლებელი არისტოტელე? აქედან გამომდინარე კიდევ ეს არის დასაბუთება იმისთვის, რომ ლიდერი სწავლის გარეშე და განათლების გარეშე ვერ შეიძლება. აი ამ დიდებული არისტოტელეს გარეშე ალექსანდრე მაკედონელი გადავღალეთ ჩემი. ამიტომ ვფიქრობ, რომ როგორც იქნა, ჩვენ მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება და მადლობა შეიძლება უთათ, მაგრამ თუ საქმეთ იქცევა, ხო? იქცევა. აგე აბა საზოგადოება რისთვის არის რა? საქმეთ იქცევა, მაგრამ მასწავლებლებია მოსაძებნი. მასწავლებლებია მოსაძებნი, მექანიზმია მოსაძებნი, გარემოა მოსაძებნი, ფილოსოფიაა მოსაძებნი, როგორ პრაქტიკულ გარემო. ეხლა ხდება გამოყენებითი სწავლება. ეხლა მასწავლებელი რომ მოვიდეს და წინასწარ მოამზადოს ლექცია და დაზეპირებულმა ეს ლექცია მოყვეს, ეს ვის რაში ჭირდება? ხო და მე რატომ მწყდება გული არ მოხდეს ამის პროფანაცია იმიდეის რომ მე ვერ ხედავ ჯერ ნაბიჯებს გადადგმულს იმისას რომ კარგი შედეგის მოლოდინი მქონდეს. კარგი შედეგის მოლოდინი ორ დღეში არ ხდება, მაგრამ ორ დღეში შეიძლება ნაბიჯების გადადგმა მოხდა. ანუ მარცვლის ჩაყრა, თესლი უნდა დათესო, მარცვალი უნდა ჩაყარო, რომ მუხა ამოვიდეს. მუხა ორ დღეში კი არ ამოდის, მაგრამ ერთ დღეში და ორ დღეში მარცვალი იყრება. მე ვერ ხვდები მარცვალს ჩაყრებს. მოდი ეხლა ესე შევაჯეროთ რა, მე შემიძლია გულწრფელად თქვა, რომ სამწუხაროდ საქართველოში რამდენი ხანი დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ხო? აი გონი ერი მთავრობა საქართველოს არ ყოლია. მეთანხმები თუ არ მეთანხმები, რომელსაც შეეძლო გამოიყენებენ ის უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები, ჩვენი სიმდიდრე და ფაქტურად ქვეყნის საკეთილდღეოდ მოემართა. ყველა შემთხვევაში, როდესაც პრობლემები იქნებოდა, თითქმის ყველგან წავაგეთ. არც ერთი ომი არ მოგვიგია ჩვენ. არც ერთი ომი ყველგან წავაგეთ. და კიდევ ღმერთმა მოგცა იმის რესურსი, რომ კიდევ ამ მდგომარეობაში ვართ. მე მაგალითად ვიმაჩნია, რომ ასეთი კულტურა რო ქონოდა ამერიკელ ხალხს, თუმცა ერთთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა არის, იმიტომ რომ ჩამოსული გერბისაგან შეიქმნა და ამასაც თავისი მნიშვნელობა ჰქონდა, ხო? ამერიკას კი გაკოტრდებოდა. ჯერ კიდევ გვაქვს ჩვენ შანსი, რომ გავარღვიოთ, ხო? რაღაცა ნახტომი გავაკეთოთ, გამოვიდეთ მდგომარეობიდან, მით უმეტეს გვაქვს უამრავი მაგალითები და სერიოზული პოტენცია და 3,5 მილიონი თუ დავრჩეთ, მოგამაგიჟეთ, ერთი პატარა ოლქი არის
რომელიღაც დიდი ქალაქის, ხო? აქ პრობლემა არა, ჩვენი გამოსვლა ამ მდგომარეობიდან შესაძლებელი 6 თვეში. თუ გეყოლება ჭკვიანი მთავრობა, კომპეტენტური მთავრობა და მოსახლეობის ხარდაჭერა თუ ექნება, ხო? არსებული ობიექტური ადამიანური და ბუნებრივი რესურსი არის საქართველოში, რომ ეს მობრუნება უკრინა საქართველოს ისტორია რა არის? ტრაგედიიდან ტრიუმფზე ესა უფლის გზაც ეს არის, ხო? ჩვენ რაღაცა ქრისტიანობა არა მარტო გონით გაგებული, არამედ გულითაც ქრისტიანები ვართ, იმიტომ რომ უფალმა ტრაგედიიდან ტრიუმფი ანახა და საქართველოს ისტორიაც ეს არის და ამიტომ აი ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, პოტენციალი გვაქვს, მარტო ცარელა საუბარი არ არის. სამოქმედო გეგმა გვაქვს, რომელსაც შეუძლია 3-დან 6 თვეში ეს შემოbrunობა ტრაექტორია, დადებითი ტრაექტორია დასახოს, ხოლო უკან დასახევიც აღარ არის. რა საბერძნეთი, რა საქართველო, დიდი განსხვავება არ არის. მე მგონი ამ თვალს არის ეკონომიკური კუთხით. იმათ კი დაარჩათ სიმდრეები, რაღაცები, ჩვენ არანაკლები სიმდრე გვაქვს, მაგრამ ერთი პლუსი კი გვაქვს. რომ ჩვენ უფრო მეტი იმედი გვაქვს და რაოდენობრივად ცოტანი ვარ და ადვილად გამოვართ ამ მდგომარეობიდან. ეგრეა და თავს არ მოიკლავს ქართველი არა. აბა როგორ. ჩვენ გვინდა რომ ამ აბობოქრებულ ბრძოლაში მოვუკვდეთ და არა სიზარმაცეში და არა მთხრეობაში. გვინდა რომ საქმის კეთებაში. მე გეტყვი, მე როცა ერთი კატასტროფა შემემთხვა, ხო და ნუ რაღაც წასულეს არ წასულეს საკითხები იყო და მოვიკრიფე რესურსი ყველაფერი და ერთადერთი რაც გავამაყოლა იმ დაუშვათ მდგომარეობამ იყო ის რომ საქართველოს გადარჩება მეთქი რა. იმიტომ რომ ჩვენ ამას შინაგანად გზნობ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ ვისაუბრებდით ამაზე და აქედან გამომდინარე არც წმენა არ გვექნებოდა. ალბათ შენც იგივე განდობამ გამოგაყოლა, იმიტომ რომ ისე ხარ ახლა შემართული, გამიგერა, შენ შევკე სულ სხვა განზომილებები დაიწყო და სულ სხვა შეხედულებები, თუმცა შეხედულებები ჩვენ მეტნაკლებად გვეცვლება, მაგრამ ძირითადი პრინციპი მაინცია, მაგრამ როდესაც განდობას გადიხარ იქიდან დანახული საქართველოს როგორია გითხარი და აი ეს იყოს შენ დამშვიდობა დროებით. იქიდან დანახული საქართველოს არის ის რომ არ ნახული სიმშვიდის განცდა, როდესაც შიში იცლება და არ ნახული რწმენა გამარჯვებისა რწმენა იმიტომ რომ იცი რომ შენ კი არა ხარ მარტო ძალიან დიდი ძალა ამის მომხრე, როდესაც შენ სწორ არჩევანს აკეთებ ღმერთიც და სამყაროც გეხმარება ამ არჩევის რეალიზაციაში და მე ერთ რამეს ვიტყვი, მე ვიცი კაფეოდ და აი ამ განსაცდელმა დამანახა ის რომ ჩვენი ფუნქცია არის საფუძვლის ჩაყრა, ჩვენ უნდა ავაშენოთ ის ხიდი და ამ ხიდზე უკვე გამვლელები ჩვენ აღარა ვართ. ჩვენ ვართ როგორც მოსე უფალმა არ შეიყვანა აღქმულ მიწაზე, ჩვენი ფუნქცია არის ამ ხიდის აშენება და ჩვენი შვილები უნდა გავიდნენ ამ ხიდზე და ისინი შევლენ აღქმულ მიწაზე. ჩვენი შვილების არის, ჩვენი სტუდენტების და ჩვენი მომავალი თაობისა და ჩვენი ფუნქცია მათი მომზადება, მათი ეკიპირება, იმიტომ რომ სამყაროს სასიცოცხლო ომი მათი გადასატანია და ამისთვის მომზადება. ძალიან საინტერესო რაღაც ვხდა. აი ახლა სამი მამაკაცებს ვზივარ და სამი ცხოვრებაში არის ეგეთი მომენტი, როცა სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში. მეც ავტოკატასტროფაში გამლეზე და რაღაც. ასე რომ ვიზიარებ. ზუსტად მასე ვფიქრობ ჩემო ბატონო გია და ამიტომაც ხშირად ვამბობ ხოლმე და ეს რაღაც სლოგანავად მეგსაკიდებად. ყველაფერი კარგად იქნება, მეთქი ვამბობ შედეგის თვალსაჩინო თუ უშრომ უბრძოლებლად და პროფესიონალების გარეშე ეს რო ვერ იქნება, ეს კარგი. და როცა სიცოცხლე ასე ნავარდობს სიკვდილის ყველა კარი ჩარაზე და იმ ბედნიერ დღეს გამომარჯვებს, როცა ჩვენი შვილები, ჩვენი სახელით და ჩვენი წინაპრების სახელით იმ გენერალურ ბრძოლას გამარჯვებით დაასრულებენ და ვენაცვალე ჩვენ შვილებს და ჩვენ ახალ თაობას, თქვენი გამარჯვებისა იყოს. ამენ. ასეთ ოპტიმიზმის ამაზე დავამთავროთ და საქართველოს გაიმარჯვოს, დარწმუნებული ვარ 100% და ეს გამარჯვება ჩვენ სიცოცხლეშივე მოხდება. დარწმუნებული ვარ ამაშიც და აი ეს რო თქვი მხიდამდე მივიყვანოთ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ ზუგზე გადაიაროს იმ თაობამ, რომელსაც ბევრად უფრო ბედნიერი ცხოვრება ელის ვიდრე ჩვენ. ჩვენ შევხედავთ როგორ შევლენ იმ აღქმულ მიწაზე და ჩვენ ხელებს დავუქნით აქედან და ვეთქვით რომ ჩვენ მივდივართ და აბა თქვენ შვილებო, თქვენ გენაცვალეთ.